ძალიან პირად ეტავსყვები. რამდენი შეიძლება გულწრფელი იყოს ამ დროს ადამიანი? ხო, სამარტო საკანში უნდა გადამიყვანოს. რამდენი კვადრატულში იქნება? ხო, მეუბნებია, რომ 10-დან 17 კვადრატია. ყველას გვახსოვს თქვენი ურთიერთობა. ისეთი დისკომფორტი მქონდა, ჯერ ვერ მივხვდი სად დაუმდგარიყავი, ჯერ ვერ მივხვდი ვისთან ერთად დაუმდგარიყავი. პრობლემა რა არის? შენ ვისი ცოლიც იყავი? თუ შენ რასაც აკეთებდი? ორივე. რატო ვერ ჩამოიცილე შლეიფი? სადღმე მოუყვებით და რა მაგარი ამის შანსი რა მომეცა. მოკლედ ამის გამო მაშინ მახსოვს, რომ ძალიან დამცხეს რა, ძალიან. დღეს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ჩემზე. ხონდა ორი ურთულესი კომუნიკაცია, ჯობდა არ ქონოდა. გეჩხუბა. ველოდებოდი ერთ ნაგლეჯ სტატუსს. ისეთი იმედგაცრუებული ვიყავი. მაგ ჩემ მეგობრებზე მინდა ვისაუბრა რა. ბოლომდე მეგონა რომ რაღაცას გამჩარჩებდიო. და ბოლოს მაკედანაც გამწიეს. ეს მტკივნეულია, იმიტომ რომ შენ მეგობრებზე არის საუბარი. ხო, დამთავრდა ის დრო, როდესაც რაღაცებს ავყვებოდი. გამარჯობა, მე ვიკა ბუკია ვარ. ეს არის ახალი YouTube არხი მისმინე. ბევრი მიცნობს როგორც TV პირველის ჟურნალისტს, მაგრამ აქ სულ სხვა ამბავი იწყება დღეს. ფილტრის გარეშე, ასე ქვია გადაცემას, რომელსაც დღეს ვიწყებთ. აქვე გეტყვით, რომ უნდა გამოიწეროთ, რა თქმა უნდა, ჩვენი YouTube არხი, გვიპოვოთ Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, უკლედ ყველგან ვართ და ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გამოგვიწეროთ. ამ გადაცემის სპონსორი კი არის Coca-Cola. ეს იქნება ინტერვიუები საინტერესო ადამიანებთან ყოველ ორშაბათს, ცნობილებთან, ნაკლებად ცნობილებთან, რომლებსაც ერთი საერთო აქვთ, ისინი აუცილებლად რაღაცას ცვლიან საკუთარ ცხოვრებას, ოჯახს, პროფესიას, სოციუმს და ხშირად ქვეყანასაც კი. რაც შეეხება ამ ინტერვიუს, ნანუკა ჟორჟოლიანი იყო ჩემი სტუმარი, როგორც მოსალოდნელი იყო ნანუკა ძალიან გულწრფელი მოსაუბრე აღმოჩნდა. მისთვის უხერხულ და მტკივნეულ თემებზე საუბარსაც არ უვლიდა გვერდს და ამაში თავად დარწმუნდებით. მოყვა ისტორიები, რომლებიც არასდროს მოუყოლია საჯაროდ, ну ყოველ შემთხვევაში მე არასდროს მომისმენია. შლეიფზე მოყვა, რომელიც დაყვება დღემდე, როგორ დააკარგა მეგობრები, როგორ ემზადება ციხისთვის. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო 1 საათი გელით წინ. როდესაც ახალ პროექტს იწყებ, ყოველთვის ვცდილობ, რომ დასაწყისი იყოს განსაკუთრებით ეფექტური, ისეთი სტუმარი შეარჩიო, რომელიც თავისი პოპულარობის და აქტუალობის პიკშია, ხო და ასე აღმოჩნდა ჩემს პირისპირ სავარძელში ნანუკა ჟორჟოლიანი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ვარ შენი სტუმარი, გადაცემის პირველი სტუმარი. სხვათა შორის რომ იცოდე, მე კარგი ფეხი მაქვს. ო, რა კარგია. კარგი ფეხი მჭირდება. კარგი ფეხი მაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ბევრი სპონსორი მომყვეს, ბევრი ნახვა და ასე შემდეგ. გადასარევია. მე როგორ უნდა წარგადგინო? იმიტომ რომ იმდანად გაიძღაბნა შენია საქმიანობის ფონდის ხელმძღვანელი მათ ჯინზე. ვინ ხარ შენ? ფონდის ხელმძღვანელი მათ ჯინზე. ესე ჟურნალისტი ნაკლებად? იცი რა, მე მგონია რომ ხო, ამ ბოლო პერიოდში მაინც იმიტომ რომ სინამდვილეში სატელევიზიო ფორმატსაც იმიტომ ვინარჩუნებ, რომ ფონმა იარსებოს. და იმიტომ რომ რაღაცა ამ ბენეფიციარებისთვის ეფექტური პლატფორმა ქონოდა და ამის გათვალისწინებით, თორემ მე ძალიან დიდი ხანი წინ წავიდოდი ჟურნალისტიკიდან, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაღაცა ამოვწურე თავიდან ბოლომდე ამ ჟანრში და ამ სფეროში და მაგრამ ვერ წავედი, იმიტომ რომ მჭირდება ეთერი ქველმოქმედებისთვის და ამიტომ ფონდის ხელმძღვანელი მერჩევ. შენ ხარ დღეს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პრაქტიკულად და როგორ მოხდა ეს, რომ შენ აი ამ ბრძოლის ავანგარდში აღმოჩნდი? სინამდვილეში მე მოკლედ ბოლო პროცესებში ყველაზე გვიან ჩავერთე, მარიამი ხუმრობს კიდეც, რომ ქოც მეძახდა. როდესაც მართლა ოღონდ სირცხვილი აქციებს აკეთებდა და აქტიურად მარიამი ეპიცენტრში იყო და ამ ამბებში იმდენად არ ვიყავი ჩართული, მომნებოდა რომ შენ ხოცი ხარო. ნუ აი იმას ამბავსაც კი არ მეკითხებია. ეს როდის ხდება? ანუ სირცხვილიას აქციების დროს და მერეც მოგვიანებითაც, ანუ არ ვერთვებოდი არანაირ პროცესში, იმიტომ რომ ჯერ რაღაცა მე ზოგადად ვთვლი, რომ ამ პროცესში უნდა იყვნენ ახალგაზრდები წინახაზე, ახალი სახელები წინახაზე და გაცილებით იმიტომ რომ მე მომწონდა ის, როდესაც ეს რუსული კანონის აქციები დაიწყო, ეს ახალი ბავშვების გამოვარდნა წინ და რაღაცა რო არ იცი და სტუდენტები და რაღაცა ზოგი რო ცეკვავდა და ზოგი რო ლექს ყვებოდა და მაშინ მივხვდი რომ გადავრჩებოდით, იმიტომ რომ მანამდე ეს განცდა არ მქონდა და მაშინ ეს ბავშვები რო დავინახა და სტუდენტები, რომლებზედაც ყოველთვის ვკითხულობდი, სადა ხართ, სად ხართ, რატო არ ჩანხართ და უცებ რო გამოჩნდნენ, მე მგონია რომ ესენი უნდა იყვნენ წინ და როდესაც შენ ნანუკა ხარ წინ, რაც უნდა გააკეთო, მაინც რაღაცა შენს გაკეთებულს უფრო მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე, საერთოდ ცნობადობა არ მომწონს ხოლმე, მაგრამ ცნობადობის დამახასიათებელი ცუდი და კარგი ეს არის რა. ეხლაც კი აქციებზეც რომ მივიდოდი, არასოდეს სცენასთან არ ვმდგარ ვარ, არასოდეს სცენაზე არ ავსულ ვარ.
იმიტომ რომ ზოგი ყვითლით, ზოგი მწვანე, ზოგი წითელი რაღაცა იმით რა ქვია პიარით, მაინც შენ გიტევს რა, რომ რაღაცები გადაფაროს, უფრო მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდების აქტიურობა. ამიტომ ვარიგებდი ლობიანებს, რომელსაც ქოცები ასე ძალიან წუხილს გამოთქვამენ, საწვიმრებს და მე მომწონდა რიგითი ჯარისკაცი სახლში სხვათა შორის ნაჩუქარი აქციაზე. ხო. რითაც გადავრჩე, იმიტომ რომ ისეთი ყინვა იყო. ხო, ის საოცარი ძალიან სიცივები იყო მე. მაგრამ იცი რა არის, კი სცენაზე არ დგახარ, მაგრამ გაქვს მაინც ძალიან დიდი გავლენა და ყოველთვის როდესაც შენ ვიდეოს დებ, ქვემოთ რო ვკითხულობ კომენტარებს, საოცარ კომენტარებს ვკითხულობ, ჯერ ურთიერთგამომრიცხავიც არის, მაგრამ უფრო მეტად მაინც შენი იმედი აქვს, რომ აი არაფორმალური მართველი, ასეცაც ვკითხულობ, ნანუკას იმედი მაქვს, ნანუკა მოაგვარებს, ასეთი კომენტარები არის ხშირად. ნანუკა მოაგვარებს არის რეალური კომენტარი. მაგრამ ნანუკა არაფორმალური მართველი არ არის ნორმალური კომენტარი, ანუ ადეკვატური კომენტარი. ნახეთ როგორ არის პრინციპში ამდენი ხნის განმავლობაში, ხო, ამდენი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ იმედზეც რომ მუშაობდით, მაშინ უბრალოდ სხვა ტიპის დახმარებები იყო. ეგ იყო, ხო, ამ გადაცემის ფუნქცია, რომ რაღაცა ვიღაცისთვის ზღაპარი უნდა მოეწყო, ადამიანისთვის რაღაცა უნდა შეეცვალა. და შესაბამისად მგონია რომ ეგ განცდა ობიექტურია ნანუკა მოაგვარებს, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჩვენთვის მოუწერია და თუ რაღაც მართლა ვერ მეტყვით, შეიძლება არ გვიპასუხია, იმიტომ რომ არ მინახავს და ასეთები ბევრია, რომ ვერ ვნახულობ, მე იმდენ შეტყობინებას ვიღებ, რომ ყველას ფიზიკურად ვერ ვნახავ, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, ვისთვისაც ჩვენ გვითხოვს, რომ არ დაგეხმარებით, ან ვერ დაგეხმარებით. გვითხოვს, რომ ამ ეტაპზე ვერა რიგია, მოდი რიგში ჩადექით და თქვენც დაგეხმარებთ. ხო, მაგრამ ეგ ხო ძალიან დიდი პასუხისგებლობაა. ჯერ უნდა გამოარჩიო, ვის სჭირდება ნამდვილად დახმარება. ეგ უკვე მარტივია ჩვენთვის. ჩვენი მექანიზმები გვაქვს, რომელიც არ არის დახვეწილი, რაღაც ჩვენ ხო ეს არსად არ გვისწავლია. იდეაში ფონდის მართვა ისწავლება და ეს ზოგადად არის ძალიან ისეთი რთული ამბავია. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი გადამოწმების გზები, აი მაგალითად ვიდეო კოლით დამირეკე, სახლი დამათვალიერებინე, საბუთები მაჩვენე, შენი ექიმი მალაპარაკე, ანუ ჩვენ როგორც საგამოძიებო ჟურნალისტიკა ზუსტად ესე ვმართავთ ამ პროცესს. ვმართავდით და შესაბამისად ეგ მარტივია. იცი რა არის პასუხისმგებლობაც პასუხისმგებლობაც რაზეა? ანუ სადამდე შემეძლება დავეხმარება, არ შემეძლება არ დავეხმარება. ანუ რაზე ვიღებ პასუხისმგებლობას? აი ხა ჩემს მიერ აღებული პასუხისმგებლობა არის პატიმრებზე, იმიტომ რომ კი და პატიმრების მშობლებზე. აი ამას ნამდვილად უგრძნობ. რას გულისხმობ? ანუ იმას რომ იცი როგორ რაღაცა სინამდვილეშიც მე სინამდვილეში მგონია რომ მთელი ეს პროცესი ნანუკასზე შეტევის ახლა უკავშირდება პატიმრებს, იმიტომ რომ მათ დახმარებას. იმიტომ რომ ნახეთ როგორ რაღაცა ჩემი ისტორია პატიმრებთან და კონტაქტების ისტორია როგორ დაიწყო. ნებართვა ავიღე მომეყოლა თუ არა და ნებართვა მაგ პატიმრისგან რომ ეს მომეყოლა, იმიტომ რომ მის ძალიან პირად დეტალს ყვები ახლა. რუსთაველზე ვიდექი, საერთოდ ანუ პატიმრების დაკავებები დაიწყო, მაშინ ისიც კი არ ვიცოდით სისხლი იყო თუ ადმინისტრაციული, როდესაც ადამიანებს აკავდნენ. ჩვენთან მოვიდა ნინო, ესეთი ადვოკატი და მითხრა რომ შენთანო გამაგზავნა პატიმარმაო და მითხრა რომ მოკეთო თუ დამიჭირესო სისხლითო. ნანუკა ჟორჟორიანი იპოვეო და უთხარიო რომ დედა ჩემსო ვალები დავუტოვეო და დამეხმაროსო. ეს არის მარიზის შვილი თორნიკე გოშაძე. ოღონდ რა სიმბოლურია რომ დღეს მარიზის ანგარიშზე ვაგროვებ თანხებს უკვე სხვა ბენეფიციარების, სხვა პატიმრების. და მოკლედ ამის მერე ვნახე მარიზი და დავიწყე დედის ძებნა, რომ მეკითხა რა პრობლემა გაქვს და რაში დაგეხმარო. მოკლედ ნახე მარიზი, ქალი, რომელმაც მითხრა რომ მე ხა სადარბაზოს ვალაგებო სადღაც გარეუბანში. და აქო შეგიძლია რომ მიპოვო და მოდიო. მივედი ამ ქალთან რომ მეკითხა რომ რა პრობლემა გაქვს, იმიტომ რომ შენმა შუმა მთხოვა რომ ეს პრობლემა მოვაგვარო. ეს ქალი, რომელიც ალაგებდა ამ სადარბაზოს, საქართველოს დროშის სტატუთი დამხვდა, რომელიც მე ანერვიულებულს, თან ემოციურს მიხსნიდა, რომ ჩემი შვილიო, თუ დაიჭერენო, ქვეყნისთვის დაიჭერენო და ისეთი ლექსია წამიკითხა, რომ გაუგნებული ვიყავ, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ მივხვდი, ანუ რაღაც ახალ ადამიანებს შევეჯახეს, მანამდე არ ვიცნობდი ასეთებს, ანუ ასეთები ჩემს ირგვლივ მანამდე არ არსებობდნენ. და მოკლედ კარგი თქო მოკლედ ჩვენ იქ გავარკვიეთ მე ეს პრობლემა რაც უნდა მოგვარიყულო. მივედი ამ ადვოკატ ნინოსთან და უთხარი ნინო ეხა შენ მიპოვე სხვა ადვოკატები. ვინ არიან სხვა ადვოკატები? ვიპოვე სხვა ადვოკატები და მე წავედი მეორე დედასთან. მივედი მეორე დედასთან ეს აღმოჩნდა ნანი წულაია, რომელსაც მითხრა რომ მე მაღაზიასო ვერ დავკეტავ, იმიტომ რომ მაღაზიით ვარ შენ ჩემოჯახსო და ეხავე ჩემთან ჩამოდი და დაგალაპარაკე, აპა ფული ჩარიც ხარ გამიბედო, მითხრა ნანითან ხო ძალიან ემოციური ხალე. მითხრა მოდი აი ეს მე გადავწყვიტოთ რა ტიპის დახმარება ხდება. ხო, ეს ანუ
ჩემი ხასიათთან დაკავშირებით მოყვები და ამ ისტორიასთან დაუბრუნდა, რომ ჩემთან ჩხრეკა რო იყო, ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემთან სახლში და დამხვდნენ, ანუ მე წავედი გადაცემაში და რომ მოვედი, ჩემი მეგობრები დავხვდნენ და დედები და ეს დედები რო დავინახე, ვაიმე გოგოებო თქო და ჩემი გოგოები ბოლომდე დარწმუნებული იყვნენ, რომ მათზე მქონდა ეს რეაქცია. მე წავედი დედებისკენ იქ ჩამოვჯექი, ჩემი გოგოები ისხნეყავა დალია, წავედი და ჩემი კომფორტი ზონა ახლა არის ეს ხალხი, ძალიან მომწონს, ანუ სიამდვილეში ჩვენი უკავშირი ძალიან ორმხრივია რა. მე თუ მათ რაღაცას უკეთებ, 10 ჯერ მეც მიკეთებენ ისინი. მაგრამ ხა ნანიწულა ეს ამბობს უნდა. მე ვიპოვე ნანიწულაია, რომელმაც მომიყვარო რომ მივედი მაღაზიაში რუსთავში რომ ჯერ ხომ მთელი ეზო იცნობ და ამ ნანის და ნანისთან ხარ შენ ალბათ და ყველა მანუ მთელი რუსთავის დასახლება იცნობს ნანის. რო პოულობდით ყველა გვეხმარებოდა ნანის პოვნაში. მე მოკლედ ნანი მომიყვა როგორ იშვილა მისი კარის მეზობელი, როგორ ჩააბარებინა სამედიცინოზე, კოვიდზე, ყველას როგორ ეხმარებოდა. მივხვდი რომ ასეთსაც, ანუ ჩემს ირგვლივ, ანუ ერთია მე შორიდან რა ისტორია გამიგია, მაგრამ მივხვდი რომ მე ახლოს ესე ახლოს ასეთ ადამიანთან არ მჯდარვა რა. მოკლედ მივხვდი რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც უნდა დავასეივა. მე წავედი მესამე დედის საძებნელად, იმიტომ რომ ამასობაში დაიდო ფოტო ბავშვების და იკა რომელიც იცინოდა. ყველა მწზე. წავედი ელენეს საძებნელად. ელენე, რომელსაც ქართულად საუბარი უჭირს, მისი ეს რაღაცნაირი პრობლემები თვითონ 14 წლიდან გაზრდილი უდედოთ. მერე ქრიმა უმამოდ გაზარდა ეს შვილები, ანუ ჭიპლარი დღემდე არ გაუწყვეტია იკასთან. დღემდე, ანუ იკამ რო ცოლი მოიყვანა, ჩვენ ვასულიერებდით ელენეს, იმიტომ რომ მეუბნებოდით რომ ელენე შვილს არ დაკარგა პარიდარ და იმიტომ რომ იკას გაყოფა არ უნდა არათუ ბადრაკთან და საპატიმროსთან, ცოლთან არ უნდა იკას გაყოფა, იმიტომ რომ ცოცხალი თავით ჭიპლას არ უწყვიტავს ამ შვილს. და მოკლედ მე და ესე დაიწყო ისტორია პატიმრებთან ურთიერთობის. ეხლა ნახეთ რა ხდება ამ დედებიდან, ნუ ზვიადის ისტორია საერთოდ აღუყვები. ამ მშობლები მე ჩვენ ოყონდ ეს ამბავი არის ჩვენი ყოველდღიური თანაცხოვრება გვაქვს, კაცო ჩატი გვაქვს, ვინ როდის გაიღვიძა. ეს მე უკვე შეიკრა რაღაცა ჩვენი ერთობა. ერთმანეთსგან ძალიან განსხვავებული ხალხი. ეს იგრძნობა თქვენს ფოტოებში, თქვენს ვიდეოებში ძალიან. ანუ ამის მიღმა არის ჩვენი ურთიერთობა. ახლა შეხედე პატიმარი, რომელიც მთელი ცხოვრება მაგალითად სწავლობდა, მთელი ცხოვრება მნიშვნელოვანი ბოლო პერიოდი სწავლობდა, რომ როგორ მოემზადებინა საჭმელი, აი მაგალითად იკას ისტორია. ვიღაცა სამედიცინოზე, იურიდიულზე ზვიადი, ანუ ამ ადამიანებს ხო სინამდვილეში და გარეთ აგვარებდნენ მშობლების ძირითად პრობლემას, იმიტომ რომ ამათმა რა პრობლემების დატოვეს, ყველა არის შვილის ვალი, შვილის პრობლემა, აი მაგალითად მანქანა რომელიც გამოიყვანა, იმიტომ რომ ტაქსით ერჩინა ოჯახი, ანუ ყველა, ანუ პატიმრებმა რაღაც ვალდებულებები დატოვეს, 80% მოხსნილი აქვთ. ეხლა ამ პატიმრებისთვის წარმოიდგინეთ არსებობს ნანუკა, რომელზედაც ზუსტად იცის დედის სატურაცია, იცის რამდენი, ანუ ზუსტად იცის რომ აკონტროლებს და ამ პატიმარს სადარდებელი აღარაფერი აღარ აქვს, ანუ აღარც ანუ უნდა რომ გმირი დარჩეს, იმიტომ რომ ხედავს რომ გმირია, ხედავს რომ ისტორიის სწორ მხარეს არის და მასზე დაწოლა ვერ ხდება რა. ანუ რაზე უნდა დააწვე პატიმარს, ოჯახის წევრებზე, გარემოზე, ანუ რა რითი უნდა შეაშინე, უნდა უთხრა რომ აი შენ ინტერეს სტუდენტია ვეღარ იქნება, დედა შენი ვალს ვეღარ გაისტუმრებს, სახლს დაკარგავ, კრედიტი აღარ გექნება, მერე დედა ინერვებს და ამათმა იციან თითოეულმა პატიმარმა, მათ შორის ისეთებმაც კი, რომელმაც საპროცესო გააფორმეს. იციან რომ ნანუკა არსებობს, რომელიც ვერც კი არც კი მივაციხემდე ამბავი ამას ისე მოაგვარებს. კი ბატონო, რაღაც ნდობა გაქვს. ეხლა ნახე რა ტუტევებ პატიმრებს. კი, ეხლა ნახე რა ტუტევებ პატიმრებს. ეხლა არის არსებით საქმის განხილვა. ესენი ჩალიჩობენ, რომ ამათმა გააფორმოს საპროცესო გარიგებები. რომ სინამდვილეში მათი გმირობის ეს რაღაცა შექმნის სახეს დაანგრიონ და აი ბიჭო შეხედე, აღიარეს დანაშაული და იმიტომ რომ სტრასბურგში ეს საქმეები არ წავიდეს. და ჩვენ ინსაფ ალიევი გამოვაცალეთ პროკურატურას ხედან, ანუ ადვოკატი შემთხვევით შეხვდა სხვას და უთხრა რომ აქ რატო ხარ საპროცესოს ვაფორმებო და ორშაბათს რომ საპროცესო უნდა გააფორმებინა, პარასკევს მისმა აზერბაიჯანელმა მამამ, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საქართველოში რა ხდება, უთხრა რომ ნანუკა თუ მეტყვისო რომ ესენი მატყუებენო, ესე იგი ესენი მატყუებენო მეო. ანუ ხო ხვდებით რაც გიხსნა, ეხა ამათ ყელში აქვს და ამიტომაც ეხა ნანუკას რა პროგნოზები გაქვს შენ? წარმოუდგენელი ხალ ისეთ საუბრობ შენს პატიმრობაზე. რამდენად შეიძლება გულწრფელი იყოს ამ დროს ადამიანი. იცი რა მისმის ეხა ნახე როგორი რაღაცა. აუცილებლად უნდა ვთქვა იგივე კონტექსტით რა, რომ ნებისმიერი რთული გამოწვევა შეიძლება აქციო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპა ჩვენს ცხოვრებაში. აი რა შეიძლება მოხდეს, ანუ როგორ მიფიქრეთ, იცი? შეხვალ კარები დაიკეტება, იქნება ვიწრო სივრცე, ეს ვიწრო სივრცე რუსთავის ამბავში რაც მოვიკითხე, ანუ დეტალურად მაქვს შესწავლილი, ისიც კი ვიცი რისი შეტანის უფლება მაქვს. რამდენი კვადრატულში იქნება? ხო, მეუბნებია რომ 10-დან 17 კვადრატია. ესეც იცი. ხო, მე სამარტო საკანს როგორც კი მოვითხოვ, სამარტო საკანში უნდა გადამიყვანონ, იმიტომ რომ
ეს ყველა პატიმარს შეუძლია ამის მოთხოვნა და მე განსაკუთრებით მაღალი რისკის პატიმარი ვიქნები და გადამიყვანე. ჯერ ეს ერთიც ჩემს ცხოვრებაში რაც დავაკელი ჩემ თავს რაც მასში ვერ ჩავდე, ჩავდებ და ვიზრუნებ რაღაცა ჩემი შიგთავსის გაძლიერებაში და გამოყვებაში და შევიტან ყველა წიგნს, რისიც საკითხვაც ვერ მოვახერხე და ჩემ თავს დაუთმობ, ანუ ფანტასტიკური გამოწვევა იქნება ამ თვალსაზრისით და ამ კუთხით. ეს ერთი, მეორეს ერთიც შეგიძლია მართო, მაგალითად შეგიძლია შეიტანო ის საკვები დანამატები, რომელიც მოგიგوارებს მთელ რიგ პრობლემებს, იმიტომ რომ ექიმი ამ დანიშნულებას დაგიწერს. და შესაბამისად აი მაგალითად უჩავა მიცის ზუსტად რა საკვები დანამატები უნდა დამიწეროს უკვე ჩვენ ასაუბრები ვარ. უკვე ასაუბრები ვარ ყველა ჩემს ანუ ლოლა კვირაში ერთხელ შემომაკითხავს. ეს ერთი საკითხი. ზუსტად ვიცი რომ ნახვალები მეყოლებიანი იურისტები, ადვოკატები შემოვლენ და ხო როგორ დადიან. და რუტინა უნდა შექმნა. მე რაც გავიარე კონსულტაციები ყველა ადამიანთან, ანუ ყველა გეუბნება რომ საათობრივი რუტინა უნდა შექმნა. ანუ უნდა დაიწყო 12 საათი, 2 საათი, 4 საათი, ანუ გეგმა უნდა გაწერო და ამ გეგმით უნდა იცხოვრო. და რამდენი წელი აპირებ ამ გეგმით ცხოვრებას? ნახეთ როგორ რაღაცა მე არ უყურებ ახლა. ამა 12-დან 17 წლამდე მოხდი რომ წავიყენეს თუ 16 წლამდე სიგიჟე ახლა 12-დან 16 წლამდე ბიზნესი ისე იქნება როგორც მე ხა ჩინეთის იმპერატორი გავხდები. ახლა ნახეთ როგორ რაღაცა თურმე ესეც არ ვიცი და მე ეს არის გაუცნობიერებლად ხდება რომ ადამიანი პატიმრობის რეალობის დაშვების შემთხვევაში უშვებს თურმე 3 წლიან პატიმრობას. შენც ასე უშვებ? თურმე ანუ მე იმას არ ვფიქრობ რომ შევალ და იქიდან მე მალე გამოვალ. ამას არ ვფიქრობ რა. მაგრამ ამ დროის გამოყენება რომ ჩემი თავისთვის შემიძლია საუკეთესო და ეს ვიცი ფიზიკურ დონეზეც, ანუ მაგალითად სიტყვაზე წონაში დავიკლებ, ვარჯიში დავიწყებ, გაცილებით უფრო უკეთეს ფორმაში გამოვალ გარეთ. დარწმუნებული ვარ რომ ადამიანებს, ახო არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რაღაცა სხვა ტიპის დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემს მიმართ რა. გულს მოუფხან, თუ ეს მათ ოკეი რა, გული მოიფხანე რა. შენ თუ ეხა ჩემს მიმართ ის დამოკიდებულება ჰქონდა რომ ოდესღაც მეც გინდოდა ჩემი რაღაცა წარსული შლეიფიდან გამომდინარე ამაში გენახე, გავსწორდები. თუმცა ამ ინტერვიუს შემდეგ მგონია რომ ამის შესაძლებლობასაც აღარ მისცემ გულის მოფხანის. ხო, მაგრამ ხალისით საუბრობ. ხო, შეიძლება იფიქრო რომ ეს კურორტზე თან მე ეს გამოცდილება მაქვს აიუროდეს პანსიონში ვცხოვრობდი. ნახე როგორ არის აიუროდეს პანსიონში. ციხე არის წესრიგი. სინამდვილეში ციხე რა არის? ციხე არის წესრიგი და გეუბნება რომ ჩემ წესრიგში უნდა იცხოვრო. ანუ შენ ამის უფლება გაქვს, ამის წესრიგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ცხოვრებაში. ანუ მე რო აიუროდეს პანსიონში ვცხოვრობდი, მე ვცხოვრობდი წესრიგში. დილის 6-ზე უნდა გამეღვიძა, ტელეფონის გამოყენების უფლება არ მქონდა, იმ დროს უნდა დამეძინა, იმ დროს უნდა მეჭამა, იმ დროს უნდა რაღაცები მეკეთებინა. ანუ ეს წესრიგი რთული რუტინაა. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია და შენ უსამართლოდ გიშვებენ პანსიონში შენინებით რო წახვედი, აი ეს განცდა რომ შენ აქ არ უნდა იყო და ხარ იქ სადაც არ გეკუთვნის ყოფნა. არა, ესე არ უნდა შეხედო. შენ არ უნდა შეხედო შენ თავს რომ ვინმე დაგჩაგრა და მე აქ არ უნდა ვიყო და რასაც წყალი ვარ, არა. უნდა შეხედო რომ ნანუკა შეხედე რა მაგარი შანსი გაქვს რაღაცეების, რომ აქედან გახვიდე ბევრად უფრო კარგ ფორმაში გარეგნობით, ბევრად უფრო მეტი ჩადო შენ თავში რესურსი. მაგალითად რისის სწავლაც ვერ მოსწე, დაამთავრო შენი ფრანგული, ბოლო-ბოლო ამის დრო გექნება. ანუ და ხო გეუბნები, ანუ ვიღაცებთან ალბათ გავსწორდები და ვიღაცებს გაცილებით უფრო მეტი დარწმუნებული ვარ, ვიღაცებს უფრო მეტად შეუყვარდები ამის გამო და დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ზისხთან ახლოცა ჩემს მიმართ ხო რადიკალურად ორი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა. რაღაცა ნანუკ არ მაინტერესებს ხო ძალიან ცოტა არ ვიცი, ესეთი ადამიანი არ ვიცი არსებობს თუ არა. არსებობს ან გეუბნება რომ მიყვარს ან ძულს. რაღაცა შუა თითქოს გაკრეფილია რა. ბატონო და აი მოდი ახლა ამას მივუბრუნდეთ ზუსტად რადგან ამ თემაზე ჩამოვაგდა საუბარი, სხვაგვარი კომენტარებიც არის. მე უყვებოდი რომ ნანუკა მომიგვარებს, როგორც წესი გახსენებენ წარსულს. როგორც წესი გახსენებენ რომ შენ იყავი ნაციონალური მოძრაობისა, თქვათ, რაღაც მაღალჩინოსნის ცოლი, ამას გახსენებენ სულ ერთ-ერთ ინტერვიუში შენ მე მოვუსმინე შენს წარსულს რაღაც შლეიფიც უწოდა და ახლაც წეღანაც ახსენე ეს სიტყვა. რატო ვერ ჩამოიცილე ეს შლეიფი? ვერა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის ფაქტორი ძალიან მძაფრია. და მათ შორის გვარიც იმ ადამიანის, ვისაც ჩემი წარსული უკავშირდებოდა, ძალიან მძაფრი გვარი, ანუ ეს არ ყოფილა პირობითად გაბიტაშვილი. გაბიტაშვილი ხო შეიძლება აღარ ახსოვდეს. ძალიან ხშირ შემთხვევაში ლოგიკურია რა. წარმოიდგინე რომ შენ ადამიანი შენ როდესაც იყავი იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც შენ დღეს გჩაგრავს, ანუ არასწორად გექცევა პირობითად ეხა მე ნანუკას, შენ წარმოადგენდი იქეთა მხარეს. და ამ ადამიანს მაშინ ჩაგრავდნენ ზუსტად ისე როგორც შენ. ეხლა მე მესმის რომ მე არ ვარ ის ტიპი რომ გაბიტაშვილს უსურვო ციხე და ამოწყდი და არა, ამოწყდომა კი უნდა ამოწყდნენ, იმიტომ რომ სხვათა შორის წყევლებზე ძალიან რეაგირებენ და ამიტომ სულ ვიწყევლები ხომ მე სადაც ხვდები და ამიტომ ამოწყდით, მაგრამ ნახე როგორ რაღაცა, ანუ გაბიტაშვილის ცოლი ვინ არის არც არ მოვიკითხავ, ან მის ოჯახს, დედას, ან მამას არ უსურვებ იგივეს რასაც მას.
მაგრამ ეხლა როდესაც ადამიანი აქეთ იყო, სადაც შენ ხარ და შენ იქით იყავი, ანუ ძალიან ლოგიკურია, რომ დღეს გეუბნება და ამის გამო გერჩის რა. და ვერ გაბატაშვილის ცოლი არ ვიცი თუ ვინ არის და კოდუას ცოლი ვიცი თუ ვინ არის. შენ არ ყოფილხარ მარტო. ნახე ზუსტად მაგიტო, იმიტომ რომ მე წამყვანი ვიყავი, იმიტომ რომ მე ვჩანდი, იმიტომ რომ მე ჟურნალისტი ვიყავი, 100 მაგათ უფრო მთხოვენ. ანუ 100 მაგათ უფრო ბრაზდებიან ჩემზე. იმიტომ რომ მათთვის ხელმისაწვდომი ადამიანი ვიყავი და მეუბნება რომ შენ რო ჟურნალისტი იყავი, მაშინ ამაზე რატო არ ხმაურობდი და ხო და პრობლემა რა არის? შენ ვისი ცოლიც იყავი? თუ შენ რასაც აკეთებდი? ორივე. ნახე როგორ რაღაცაა ორივე. იმიტომ რომ ოდიოზურია მისი გვარი, ეს ერთი და შესაბამისად მე მესმის და ლოგიკურია ეს დამოკიდებული და მეორე პრობლემა იმაზე რომ სამართლიანი მოთხოვნა აქვს ამ ადამიანებს და ბრაზი იმაზე რომ შენ არ მიცავდი მე. ხო, ანუ ლოგიკური ბრაზი აქვს რა. ამა როგორ უნდა გამაღიზიანოს? მე მაღიზიანებს რა იცით? მე მაღიზიანებს მაგალითად წულუკიანი რომ იკითხავს მორალს, ეს მაღიზიანებს. მე მაღიზიანებს მაგალითად წილოსანი რომ ელაპარაკება ადამიანი რომელიც არის ოლიგარქის შვილი და იყო ყოველ ეტაპზე, ყველა მთავრობის დროს და არასოდეს არ გვსმენია არაფერი მის დახმარების შესახებ სხვა ადამიანებს მიმართ. ანუ ხალი რომელიც თუნდაც აი სიყალბისთვის არაფერს არ აკეთებს, მე მეუნება რომ ყალბ ვიდეოებს ვსდებ, რომელიც ეს ყალბი ვიდეოები 200,000-ობით თანხას აგროვებს, აი ხო ხვდებით რას გიყო. ანუ წარმოუდგენელია, თუმცა ამ თემას რო დაუბრუნდეთ, ის არის შენი ყოფილი ქმარი. არ გაღიზიანებს, როცა მაინც მოყვება ეს შლეიფი. თქვენ ხო არ ხართ მოქმედი ოჯახის წევრი არ არის? კეთვა ხა გულწრფელად რა მაღიზიანებს, არ ვიცი, ძალიან ადამიანურში ჩამითვალონ რა. და ალბათ სწორად გამიგებს მაყურებელი, მაგრამ მინდა რომ ძალიან გულწრფელად გიპასუხოთ ამაზე. ეხლა წარმო ის ჩემი მეუღლე წასულია სადღაც, ემიგრაციაში ცხოვრობს ბედნიერად. კარგს ჭამს, კარგს სვამს, არაფერი არ ადარდებს და მე ვიხდი მის ამბავს, ანუ მე ვიხდი, ხო ხვდები და ამაზე ადამიანური ბრაზი მაქვს მასზე ოყონთ, ხალხზე კი არა რომ ანუ გავიგე რომ კარგად ცხოვრობ, მაგრამ აი მე რატო ვიხდი ამას? რაც შენ არ ვიცი, აი შენ რაღაცა წარსულზე მე პასუხს რატომ თქვენ ან სწორად გამოვიცანი. ხო, ანუ მასზე მაქვს ეს, იმიტომ რომ თან ჩვენ 2015 წლიდან, ოღონდ მე კი არ დისტანცირდები არაფრისგან კაცო, მაგრამ ჩვენ 2015 წლიდან დღემდე ერთი წამით ერთმანეთთან კომუნიკაცია არ ქონია. ანუ არ გაქვთ ესე საერთოდ 2015 წლიდან დღემდე ქონდა ორი ურთულესი კომუნიკაცია, ჯობდა არ ქონოდა, უმძიმესი კომუნიკაცია და ჩვენ კომუნიკაცია არ გქონია. ოღონდ ეს არ უკავშირდება მის პირად არჩევანს ან რამეს მსგავს, უკავშირდება რაღაცა ცვლილებებს ადამიანის ხასიათში რა, რაღაცას რო აღმოაჩენ, რომ რაღაცაც განსხვავებულს. ხო, ალბათ. იმედი მაქვს რომ მეუკეთესობისკენ. და რაღაცა ხო ხვდებით რაც რაღაცას რო აღმოაჩენ ისეც რაც მანამდე გააზრებული არ გქონდა რა. ოღონდ ეს არ უკავშირდება არც პოლიტიკას, ეს ძალიან პირადია და ამიტომ თემას არ შევეხები და თან საბასთვის საბა უნდა იცოდეს რომ მას ყავს ძალიან კარგი მამა, რომელსაც ის ძალიან უყვარს და შესაბამისად საბა უნდა იყოს, საბა მინდა რომ გაიზარდოს ყოველგვარი რაღაცაების გარეშე. საბა მიცის ძალიან კარგად, ჩემგან როდესაც ეს შეკითხვა დაუსვია იმ საკში რომ ის უარო რაღაცების კითხვა დაუწყია, საბა მიცის ის რომ მამამის ირაკლი ღარიბაშვილმა რო ვენაში ჩააკითხა საპროცესო გარიგება რომ შესთავაზა ვანო მერაბიშვილზე რომ ხელი დაედო რაღაც საქმეებში რომ ეთანამშრომლა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებთან და დღევანდელთან რამ გაყო ეგენი დღეს ირაკლი კოდუა ალბათ იქნებოდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი რომელიღაც პოლიციის სამმართველოში იმიტომ რომ ეს პირობა იყო რომ მოხდებოდა მისი აღდგენა და ქვეყანაში დაბრუნება და იმიტომ რომ ეხა ერთია მისი წარსული მაგრამ მეორეა რატომ დაიწყეს მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა იმიტომ რომ მან უარი თქვა ასეთი ტიპის ჩვენებაზე და მერე დაიწყეს მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა მაგრამ აი ეგ მაქვს ხო რა ადამიანური ეწაღან გითხარი რა ერთ-ერთ ინტერვიუში შენ თქვი რომ არასდროს გაგჭირვებია ბოდიშის მოხდა შენ რო არ ქონდა სწორი პოზიცია ამის გამო მოგიხდია ბოდიში რაღაცები შეიძლება სხვაგვარად გამეკეთებინა მაგრამ აი ბოდიში არ მოხსენდა ერთადერთი ყველაზე დიდი დისკომფორტი მქონდა ისი სად ვიგრძენი ეგ რა ჩემი წარსულის აი იქ რო სხვა პოზიციაზე რო ვიყავი მაგასაც შემაწუხა რა მზია ამაღლობელის პრესკონფერენცია იყო გენერალურ პროკურატურასთან და რომ მივედი იქ დამხდნენ ადამიანები, რომლებიც ყველა წელს აქციაზე არიან, ანუ ყველა მთავრობის დროს აქციაზე არიან რა. და მე ამ ადამიანებისთვის წლების წინ შორიდან მიყურებია, როდესაც ისინი მაშინ ვიღაცების უფლებებს იცავდნენ. აი, რომ მივედი ამ ხალხთან რომ ნახე, აი ყველა ის ადამიანი, რომელსაც ჩემზე გამოძიებები უტარებია და რაღაც აი ამ ადამიანების პლატფორმაზე აღმოჩნდი ანუ ისეთი დისკომფორტი მქონდა, ჯერ ვერ მივხვდი სად დაუმდგარიყავი, ჯერ ვერ მივხვდი ვისთან ერთად დაუმდგარიყავი იქ. მერე გელა თავის გულწრფელობით მთევლიშვილი ძალიან მიყვარს როგორც ადამიანი, იმიტომ რომ ისეთი გულწრფელია ჩემთვის და ძალიან ნაღდია, ნამდვილია. მერე მოკლედ იქ ინგა ვიპოვე, მაგრამ ინგა ძალიან წინ იყო და მე ძალიან წინ დგომა დისკომფორტს მიქმნის და იქ ვერ შევედი სადაც ინგა იქა და
მე გამოვედი და აქეთ დავდექი უკან მოქალაქეებთან ერთად, იმიტომ რომ ვერ ვიპოვე ადგილი, სადაც კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, რომ დამდგარიყავ, იმიტომ რომ აი ძალიან დისკომფორტი იყო ის პლატფორმა ჩემთვის. ის ხალხი აი მაგანცთის გამო, რომ აი ცოტა რო გიტყდება, ხო ხვდები რომ აი გუშინ შენ სად იყავი, როცა ის პარლამენტის წინ 4 კაცი რო იდგა ნაცების დროს. აი იქ რო 4 იდგა, აი პირაკრულები რო იდგნენ, აი იქ რო 5 კაცი იდგა, აი ეგ ხალხი ვნახე. და შესაბამისად აი მათთან მქონდა ეგ სირცხვილი. და მაგიტომ ხომ არის იბრძვი ასე ასმაგად, სხვებზე მეტად, რომ აი ეს რაღაცნაირად არ ვიცი, ეს აი განთავისუფლდე ამ შლეიფისგან, ეს ხო არ არის შენი ბოდიში თუნდაც. შეიძლება, იცი რა არის? ბოდიში კიდე ერთი ბოდიში მახსენდება, მინდოდა კიდე ესე მეთქვა, აი რატომ პატიობს თქო რა. მოკლედ ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც არქივის გადაცემა იყო, სადაც ვამბობდი ეგეთ ფრაზას, რომ ძალიან ძველ გადაცემაში ვამბობდი ეგეთ ფრაზას, რომ მოკლედ საბა არ მინდა რომ გეი იყოს თქო რა. ანუ არ მინდა თქო საბა გეი რო იყოს თქო და მოკლედ ამის გამო მაშინ მახსოვს, რომ ძალიან დამცხეს რა, ძალიან. და მარიამი არ იყო იმას, მარიამს დღეს ყველაზე დიდი გავლენა აქვს ჩემზე. ყველაზე დიდი გავლენა, ანუ მარიამს აქვს უპირობონდობა. მარიამი რამეს თუ მეუბნება და მარიამის აზრი ჩემს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რამე შეჭუმებარება მარიამთან ვამოწმებ და შესაბამისად, ანუ მარიამს უპირობოდ ვენდობი, აი ადამიანზე, აზრზე, რაღაცას სწორად ვაკეთებ თუ არა. აი თუ ვატყობ, რომ რაღაცას ძალიან ჩემებო, მე და მარიამი ძალიან განსხვავებულები ვართ. რადიკალურად განსხვავებული. თუ ვატყობ, რომ რაღაცას ძალიან ჩემებურად ვუბერავ, მარიამს ვეუბნები, რომ მარიამ, აბა ეს შენებურად როგორ ჩანს შენი მხრიდან. და მაშინ მარიამი არ იყო იმ ასაკში, რომ ჩემზე გავლენა მოეხთინა რა, იმიტომ რომ მახსოვს რომ დამირეკა და მითხრა რომ ესო რა თქვიო, ანუ ესო როტო თქვიო და პირველი კონფლიქტი მქონდა მარიამთან, რომ ეხლა რას მეუბნები, რომ შენო ესე ფიქრობო და ჩამოვითვალა სახელები ჩემი მეგობრების. ანუ იმათსა და ნუ ჩვენ ვიჩხვა და არ გამოგვივიდა არაფერი, იმიტომ რომ მარიამ მაშინ რაღაცა სხვა ასაკი და რაღაც ვერ მოახერხა, მოკლედ ჩემი დაჯება, თორე ეხლა უპირობოდ დაუჯერებდი ამ წუთას. და ჯიში ჩავუდექი ამ კრიტიკას, დამესხა თავს ცნობილი ქალი, რომელიც ყოველს თავს ესხმის, მაგრამ ანუ მოკლედ თავდასხმა ისე მოხდა ჩემზე, რომ თავი მქონდა დასაცავი. და ამ თავდაცვაში ვეღარ ვუწევდი, მოკლედ იმის გააზრება ვეღარ ვქენი, რა დავაშავე. და მახსოვს დამირეკა ხატია ბუნიათიშვილმა. და მითხრა ეგეთი რამე, რომ მეო ყველაზე ჩემი აზრითო შენო ძალიან დიდი გავლენა გაქვს რეგიონში მცხოვრებ ადამიანებზეო რა. და განსაკუთრებითო იმასაკის ხალხზეო, ვისაც შეიძლება ხა გეი შვილი ყავდესო. და უცებო შენო გიყურებს როგორც მისთვის ძალიან სანდო ადამიანსო რა. შენო წარმოიდგინეო აი ამ დედამსო თავის თავთანო წუხილია ხო რომ ეს შვილი მიიღოს თუ საზოგადოების გავლენის ქვეშ მოექცესო და ამ დროსო მისთვის ავტორიტეტი ნანუკა ეუბნება რომ ნანუკაც კი არ მიიღებ და მიშულს ესეცო რა. აი შენო წარმოგიდგენიაო რისკენ უბიძგებ დედასო და ეგ მახსენდება ბოდიში, იმიტომ რომ მაშინ ძალიან პირდაპირ მოვიხადა ეს გულწრფელი იყო ბოდიში. მთელი მონოლოგი ავაწყე თუ შენ ახლა სოფელში ხარ და მე მიყურებ და ანუ ჩემი თავარი ადრესატი იყო ქალი, რომელიც შეიძლება რეგიონში ცხოვრობს, თავის შულში რაღაც განსხვავებულს ხედავს და რო ამ არ მოქცეულიყო და როგორ მივიღებდი საბას უპირობოდ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც იყო. ანუ ზუსტად ერთ დღეში შეწყდა ჩემზე თავდასხმები, იმიტომ რომ იმდენად ნამდვილად მოვიხადე ბოდიში, რომ ეს ხო იკითხება რა. მერე წლების შემდეგ ერთ-ერთ სოფელში ჩავედი, სადაც განსხვავებულობის შემდეგ არიღებდნენ ერთ ბიჭს და დედამისთან ჩავედი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ დედამისისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემი აზრი და ხატიამ რაც მელაპარაკა წლებით ადრე, აი ცხოვრებაში ეგრე დამილაგდა რა, საჭირო გახდა რომ ჩავსულიყავი სოფელში და მელაპარაკა დედასთან, რომ ეგ პრობლემა არ იყო და შვილი მიეღო. ანუ სინამდვილეში სწორი მაგალითი თუ სწორად ადამიანებს რაღაცებს აუხსნით, ყველაზე მე მაშინ ვიყავი ძალიან შეუვალი. ყველაზე შეუვალი ადამიანისთვისაც კი შეიძლება აი ძალიან მნიშვნელოვანი კარი გავუყოთ რა. აი ბოდიშთან დაკავშირებით თან მინდა ესე ვთქვა, რომ ჩემი წუხილი ყველაზე მეტად და იმედგაცრუება არიან ის ადამიანები, რომლებსაც 2012 წლამდე ამ ძალაუფლებით სარგებელი მიუღიათ ადამიანურ და დღეს დუმილში არიან, იმიტომ რომ წარმოადგენენ იმედს და რუსთავი ორს. იმიტომ რომ და მეგობრებიც არიან შენი მეგობრები. მაგრამ ამ კონტექსში მინდა მოვუყვე, იმიტომ რომ ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ტონი ადამიანი, როცა საკუთარ თავზე საუბრობს, მაგრამ ეს ისტორია უნდა მოვუყვე რა. ყველაზე მეტად ვისველოდებოდი ახლა ამ დღეებში რა. როცა წარმოადგენდი ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ ახლა არ ვიცი ამ YouTube-ს ერთად ახალგაზრდები უყურებენ და მათ მინდა აუხსნა, რომ არსებობდა ესეთი ტელევიზია მაესტრო, ბავშვებო, რომელიც იყო უკიდურესად მტრული ნაციონალური მოძრაობის მიმართ. აი ძალიან მტრული და ძალიან კრიტიკული და სირცხვილის კორიდორები და პირდაპირ ეთერში მოწოდება შენი საყვარელი ეს არის, შენ ეს მოკალი, აი ყოველგვარი ესე რაღაც სასამართლო საკანი იყო. და მაშინ ამ საკანის წაყვანი იყო უცნობი, რომელიც რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის კონკრეტულ გვარებს, მათ შორის ჩემს ქმარს სურათ იყო იგაკრული და მათ შორის სხვა ადამიანებს ძალიან ერჩოდა. და ნუ მოკლედ გვატარებდა ქარცეცხლში ყველას და მაშინ და ყავდა თავის სტაფი თანამშრომლები რა.
და მაშინ აი მტრული გარემო ხა დღეს მინდა რომ გალითი მოუყვანო ხა ამ ბავშვებს მაშინდელი საკანი დღეს ვინ არის და არც კი ვიცი იმედი 64-ია მაშინდელ საკანთან შედარებით ანუ კრიტიკულობის და სიმწვავის თვალსაზრისით იმიტომ რომ მე მახსოვს იქ ბეირძენ და მიმართვები და შუბლაძე გაკრული კედელზე და ანუ მაშინ იყო ძალიან პერსონალური ბულინგი ყველაფერზე საუბარი ვინ მისი საყვარელია ვინ რაქნა ანუ ძალიან პირად სივრცეში შევარდნა იყო მაშინ ამ საკნიდან რა ვის ველოდებოდი ხა ვინ მინდოდა ველოდებოდი რა სიტყოდა რა და მაშინ მოკლედ მისი მთავარი პროდიუსერი იყო ერთ-ერთი გოგო უცნობის პროდიუსერი რომელსაც გაუსყდა კუჭი უცნობთან პროდიუსერობის დროს ამ დროს მე სისხლის მსმენ ნაციონალურ მოძრაობას წარმოვადგენ ვარ ირაკლი კოდუას ცოლის სისხლის მსმელის და ძალიან ცუდი და სასტიკი გოგო რომელსაც გამარჯობასაც არ ეუბნებოდნენ და მოკლედ და მე არ ვიცნობდი მას პირადად ცხოვრებაში ნანახი არ მყავდა შორიდან ვიცოდი უბრალოდ რომ იყო უცნობის მთავარი დასაყრდენი პროდიუსერი ერთ-ერთი გოგო და ჩემ ტელეფონზე ირეკა ბაზარი და მირეკოს ნათია გამცემლიძე რომელიც მაშინ იყო ანუ ბექაუდიშარიას ცოლის და დღეს მაშინ იყო უცნობის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ნათიას მე ვიცნობ პერსონალურად და მირეკავს და მეუბნება რომ ოღონდ ჩვენ არასოდეს არ მეგობრობდით ოღონდ არ მეგობრობდით სულ კონტექსტში კი არა კარგად როგორც ახლა ნებისმიერი ჟურნალისტი დაგირეკავს შენ აი ესე რა რაღაცა ხო ხდება და მირეკა და მითხრა რომ ნანუკა უნდა გვიშველო მეთქი ხომ შვიდობა გაქვთ ესე უცნობის პროდიუსერს გაუსკდა კუჭი რაღაც ოპერაცია გაიკეთა და გადასაფრენია სასწრაფოდ სპეცრეისით სხვა ქვეყანაში იმიტომ რომ ვერ გადარჩება მე ვთხარი რა გავაკეთო ანუ რა შემიძლია რა გავაკეთო და თუ შეგეძლიათ რომ გადააფრინოთ ეს სპეცრეისი სხვა ქვეყანაში მე მაშინ ავიღე ტელეფონი დაურეკე დავით კეზერაშვილს და უთხარი რომ დათო მეთქი ესეთი ამბავია თქო და ჯერ კონტექსტით დავიბენი ხო ხტებით ანუ ვერ მივხვდი ვის თან უნდა დამერეკ ანუ დათოს იმ კონკრეტულ შემთხვევაში დაურეკე როგორც ჩემს მეგობარს და არა როგორც სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელს იმიტომ რომ ვიფიქრე ხა რომ ჯანდაცვაში მეთქი უცნობის პროდიუსერზე ვის ვთხოვოთ ხა რა ანუ ხო ხტებით ძალიან სხვადასხვა მხარე იყო აი რადიკალურად სხვადასხვა მხარე იყო რა და მითხრა რომ მერიას აქვს ეგეთი ფონდებიო და მერიაო გამოუყოფს ანუ გიგის დაელაპარაკება გიგის შეუძლიაო რომ ესე გააკეთოსო და კარგი თქო დაურეკე გიგის და უთხარი რომ გიგი ესეთი ამბავია მეთქი უნდა გადავარჩინოთ იმიტომ რომ ყვდება და ბაია გადავაფრინეთ სპეცრეისით სხვა ქვეყანაში რომელიც არ იყო მცირე ბიუჯეტის და ასე შემდეგ ეხლა რატო ყვები ამას არასოდეს არ მოვყვები ბევრ სხვა დეტალს და რაზე ლაპარაკი დამიჯერეთ რომ ეს 1 და 2 და კი არა ბევრი ამბავი შემიძლია მოვყვე 2012 წლამდეც მაგრამ როდესაც მე დღეს ვატო შაქარაშვილი მეუნება რომ მე ნანუკას 2000 წლამდე 12 წლამდე სად იყო რას აკეთებდა და შენ ესეთ პოლიტიკურ ოპონენტს წარმოადგენდი და შენ მიუხედავად ამ პოლიტიკურად რადიკალური განსხვავების მიუხედავად მე ხელი გამომიწოდე როგორც ჩემს ანუ კი არ ვამადლი სწორად გამიგეთ ანუ ბატო შაქარაშვილის კონტექსტში გავიგე რომ ბიზნეს კონტექსტში ვერავინ ვერაფერს ვერ დაგმობს ოკეი მაგრამ ბატო შაქარაშვილის კონტექსტში ველოდებოდი ერთ ნაგლეჯ სტატუსს პატარა სტატუსი იმასთან დაკავშირებით რომ ეთქვათ რომ არა ბატო ძმაო 2012 წლამდე თუ დაურეკავდი ეს გოგო და თუ თხოვდი დახმარებას ყველაფერში გეხმარებოდა რა სიგიჟეც არ უნდა გეთხოვა და ვისაც არ უნდა გეთხოვა რომელ მხარეშიც არ უნდა ყოფილიყავი გეხმარებოდა და ამის მაგალითია ეს არც პერსონალური კომუნიკაცია ყოფილა არა ბოლომდე და ისეთი იმედ გაცრუებული ვიყავი იმიტომ რომ როდესაც ბრალად დებენ იმას რომ ამას ახლა გაახსენდა 2012 წლის მერე მანამდე კი არის აკეთებდა ამ კონტექსტში ამ ამბის გახსენებას ამ ხალხისგან ველოდებოდი მაგრამ ის ადამიანები ნანუკა შენ მეგობრები აი მათგან არის თუ არა ძალიან მტკივნეული აი ეს პოზიცია განსხვავებულ პოზიციაზე ყოფნა ხო აღარ არის ეს შენ გემუქრება პატიმრობა ნახეთ როგორ რაღაცა მაგ ჩემ მეგობრებზე მინდა ვისაუბრა რა დაახლოებით მაინც ხო წარმოდგენა გაქვს ჩემ მეგობრობის ხარისხი ადამიანებთან რომლის მეგობრობის ერთგულით დავში დღემდე რატო არ ყოფილვარ თქვენი აზრით არც ერთი ტელევიზიის დირექტორი ან საინფორმაციო უფროსი რატო ძალიან რთულია ჩემი მართვა ძალიან რთულია ნანუკა ჟორჟულიანი მართო. იმ პროცესშიც კი, როდესაც მაშინდელი ნაციონალური მოძრაობა ნათია ფანჯიკიძეს აშავებდა. დღეს რომ ელაპარაკებიან, რომ თურმე ეთერებზე დრო არ ეთმობათ ზოგიერთები და თურმე სიტყვის თავისუფლებას იცავენ ოპოზიციაში მყოფი ქალბატონები, რომლებიც გვიწუნებენ, რომ თურმე მათ საკმარისად ტევ პირველი და ფორმულა და ვიღაცები არ პატიჟებენ რაღაცეების გამო და ბლოკავენ. აი, ყველა ეს ადამიანი მაშინ რო აშავებდნენ ნათია ფანჯიკიძეს როგორც ირაკლი ალასანიას ცოლს
ტელეკომპანია იმედში გავბედე მისი მოყვანა პოზიტიურ კონტექსტში და ნათია მიყვებოდა რომ ბოლომდე არ მეგონაო რომ რაღაცას გამიჩარჩებდიო. ნუ მე ხარ რა გადავიტანე მაგის გამო ეგ ცალკე თემაა და როგორ მატრიეს შიდაწრეებმა, მაგრამ ანუ ძალიან რთულია რომ მე გამაკეთებინო ის რისიც არ მჯერა. ერთადერთი კომპრომისი რაზეც წავსულვარ, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე. ანუ პირადმა ცხოვრებამ წამიყვანა რაღაც კომპრომისებზე. და ძალიან რთულ კომპრომისებზე წამიყვანა, რის ფასაც ეხაც ვიხდი. წლებია მე იმის ფას ვიხდი, რა კომპრომისებზე წავედი. იმის ფას ტროლი რო რაღაცას დამიწერს, იმიტომ კი არა, მე ჩემ თავთან რა დისკომფორტიც მაქვს მაგასთან, თორემ მე ტროლი რას დამიწერს არ მაინტერესებს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ანუ მე ვერ დამირეკავდა ვერავინ და ვერ მეტყოდა, რომ რაღაც უნდა გაეშვათ ან არ უნდა გაეშვათ, იმიტომ რომ სად ავხტებოდი და სად გავხტებოდი, კაცმა არის ძალიან რთული სამართავი ტიპი ვარ. და ამ ფონზე იძებნებოდნენ ადამიანები ჩემი მეგობრები, რომლებსაც ნაციონალურ მოძრაობას მათთან წარსულში კონტაქტი არ ქონიათ, ანუ გაიცნეს 2003 წლის შემდეგ. მაგრამ ანდობდნენ საინფორმაციო სამსახურს, იმიტომ რომ კარგი მონები იყვნენ მაშინ, იმიტომ რომ კარგად შეეძლოთ ურთიერთობა ყველასთან ნაციონალური მოძრაობიდან, ვინც კურირებდა, ანუ ეს რაღაცა ხო ადამიანები იცვლებოდნენ, ანუ ჯერ ერთი იყო, მეორე ამ რუსთავი ორთან მიმართებაში, ხო, ეს ხო რაღაცა არ ახალია ხარ ასაწყობი რა. ხო დამთავრდა ის დრო, როდესაც რაღაცებს არ ყვებოდით. და შესაბამისად, ეს ადამიანები არიან დღეს, ეს ადამიანები წავიდნენ მე ნაციონალური ქართული ოცნების პოლიტიკის რაღაცა პარტიებს ოღონდ ყველაზე მთავარი კითხრა. მე არასოდეს ვერც ერთი ვერ მეტყვის, ვერც საბუთები რო ამოიღე შემდეგ, რომ ვიღაცას iPhone-ი, ვიღაცას მოგზაურობა, ვიღაცას რაღაცა. ერთადერთი რაც ნაციონალური მოძრაობიდან დამჩა სიგელია, ომში ყოფნის ჯილდო თუ медали, რომელიც ომში ყოფნის დროს მივიღეს სხვა ჟურნალისტებთან ერთად. აი მაგალითად აი ხათუნა ბერძენიშვილი და ვიღაცებს რო სია მოუღეს სადღაც ნამოგზაურები რო არიან, სადღაც ხარჯები, რაღაცა ტელეფონები, რაღაცები. ვერც ერთ სიაში ვერ ვნახავთ. ანუ მე ნაციონალურ მოძრაობასთან ეგ ურთიერთობა არ მქონია, რომ მათი სახელისუფლებო ბენეფიტები მაგ კუთხით გამოვეყენებინა. ეხლა ვიღაცა ეთქვის, რომ საჭიროება არ მქონდა, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ბევრს არ ქონია იქ საჭიროება. ანუ ეს ადამიანები, რომლებიც მოგზაურობაში დადიოდნენ მიშასთან ერთად, დაბადების დღეებზე ეპატიჟებოდნენ. კაცო, ნინო შუბა დაბადების დღეზე მიშა რო ნახე შოქში ჩავარდი, იმიტომ რომ ვერ მივხვდი რა ეტაპზე დამეგობრდნენ ეგრე, რომ დაბადების დღეზე მოხდა. ანუ ერთია, როდესაც ჩვენ შეიძლება პოლიტიკურად რაღაცა ვიღაცასთან რაღაც გაახლოვოს და მეორეა, რომ დაბადების დღეზე ეპატიჟები პრეზიდენტს, ქვეყნის პრეზიდენტს და მართლა შოქში ჩავარდი, მართლა არ მეგონა თუ იქ ვნახავდი მიშას და შესაბამისად, ნახეთ როგორ რაღაცაა, ანუ დღესაც ის ხალხია ისევ იქ. უბრალოდ სულ ვამბობდი, რომ რაღაცა ჩემი შორი იმიჯი უფრო მეტად ადისტანცირებდა ხალხს ჩემთან, ის ყველასთვის საყვარელი იყო ყოველთვის, ყველასთვის მისაღები, მათ შორის ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებს, ჩვენი მეგობრებისთვისაც. ანუ ის მაინც რაღაცნაირად მისაღები ადამიანი იყო, იმიტომ ეს რაღაცა სასაუბრო ენა იცის ყველასთან რა. ვის გულის ხმობ? ნინოს შუბლაძეს, ხო, ნინოს გულის ხმობ. აი რაღაცნაირად ყველასთან დაალაგება შეუძლია ამ რაღაცნაირი ურთიერთობების, ხო, ხვდებით ახლა ხათუნა ბერძენიშვილი წარმოადგენდა იმ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზია იყო თავის დროზე. დღეს წარმოადგენს მიშას დროს და დღეს წარმოადგენს მეორე მხარეს. ანუ ერთი და იგივე ხალხი არ შეცვლილა ეს ხალხი. ამას წარმოიდგენდი? ვერ გეტყვი რომ არ წარმოვიდგენდი. იმიტომ რომ მე ხო ვიცი შიდა რა კონფლიქტები მქონდა, მე ხო ვიცი შიდა რა გაუგებრობები იყო, მე ხო ვიცი რომ პირობითად რაღაცაზე რომ ოღონდ ეს გარეთ არასოდეს არ გამოდიოდა, იმიტომ რომ მე მგონია და ეხლა მაგალითად რატო არ მომწონს მაშინდელი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომ დღეს საუბრობენ, რომ მაშინ რაღაცები არ მოწონდათ, იმიტომ რომ მაშინ გელაპარაკა. ანუ დღეს როცა ნაციონალებში იყავი, მაშინ უნდა გელაპარაკა რა. დღეს გამოხვიდა და თქვა რომ აუ ნაცების დროს რო ხდებოდა, ეს იყო აი საზიზღრობა, აი come on რა, აი არ მოსულა. შესაბამისად ის შიდა ამბები მე რაც მქონდა და ეხლა ქულების დაწერისთვის არ მოვყვები ამას, რაღაც კონკრეტულ кейსებზე რა ამბებიც მქონდა. მე ხო ვიცი სხვა რა პოზიციას იჭერდა, კაცო, არასოდეს ჩემსავით არ ყებთა. ანუ მარტო მე ვყებთი რა, ანუ მაგალითად წარმოადგენდით ერთ სამსახურს, მე უფრო დაბალ პოზიციას, ის უფრო მაღალ პოზიციას. ანუ მარტო მე ვიყავი წინააღმდეგობის და მე და ბელოს მაქედანაც გამწიეს. მithres რომ საერთოდ რუსთავიაში პროდიუსერათაც არ უნდა მემუშავა და მithres რომ თუ გინდა გადაცემა გააკეთე და მიხედე შენ თავს თუ არა და რაც გინდა ის გააკეთე. ანუ ბოლოს მანდაც პრობლემა შევქმენი და რატო გავაკეთე ნანუკა? სინამდვილეში მაგ დისკომფორტების გამო გავაკეთე ნანუკა რა. და ეს მტკივნეულია, იმიტომ რომ შენ მეგობრებზე არის საუბარი, ყველას გვახსოვს თქვენი ურთიერთობა ნანუკა და თუ არ ვცდები მარიამის ნათლიაც არის ნინო. არა, ირაკლი კოდუა მისი შვილის ნათლია. არ ვიცი, ჩემ მეგობარი იყო, მაგრამ ჩვენს ორ შორის აირჩია ირაკლი ნათლიად რა, შვილის ნათლიად რა. და ირაკლიან მიშვილის ნათლია ნინო არ არის მარიამის ნათლია, მაგრამ ხო ეგ ურთიერთობა, ანუ ირაკლის ნათლსავი უფრო ვიდრე ჩემი დღევანდელი გადასახადი.
მაგრამ ნახეთ როგორი ამბავია ჩვენ მანამდე ისეთი დისკომფორტები გვქონდა გავლილი რომ მაგალითად მე ნანუკა მიბუნტებს აქ შიგნით ხალხს სინამდვილეში რომ გამწიეს რუსთავერიდან ნინო იყო რა ამის მიზეზი რა იმიტომ რომ ნინო თვლიდა რომ მე შიგნით არაჯანსაღ გარემოს გვქონდი ტოქსიკურ გარემოს გვქონდი რომ ვაბუნტებდი ხალხს და მე ის ვერ მართავდა სიტუაციას და მოკლედ როგორც ნინოს უნდა და მაშინ ისე გააკეთეს და მაშინ ჩემო უახლოესმა მეგობარმა ეხლა არ შევარცხენ და საჯაროდ მის სახელს არ დავასახელებ კაცმა მაშინ მაღალთამდავის პირმა ძალიან ახლო მეგობარმა მიიღო ეს გაწყვეტილება მითხრა რომ კარჩაო რა ნინოსთან დისკომფორტი აქვს შენთან და ეს გაწყვეტილება უნდა მივიღოთო და თუ გინდაო სხვა ნუ რაღაც იქსაც პოლიტიკა არ იქნება იქ იმ ჟანრში ჩაცადე შენი თავია რა და წავედი ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან აი მეგობრების დაკარგვა ასეთი მეგობრების ამ ფორმით რამდენ ტკივნეულია თუ გადახარშული არა მაგას ვერ ხარშავ ანუ ძალიან დიდი იმედგაცრუებაა რა ანუ რაღაცებს ანუ ემოციად ვეღარ უძლებ რა ანუ ეგ ისე მტეხავს რაღაცა მაგალითად ერთ-ერთ მეგობართან მეგობრისგან რომ მივხვდი მისი დისტანცირების მიზეზი იყო რომ რაღაცა ის შარი არ უნდა თუ რაღაცა მანდ მაგალითად აი მქონდა ეგ შოკი რა რომ აი იმდენად მქონდა ეგ შოკი რომ აი ლოგინში რო წავხარდა ერთი 3 დღე რომ არავისთან ურთიერთობა არ გინდა აი დაახლოებით გავდა ჩემი პირადი ცხოვრების ნგრევას ემოციურად რა უბრალოდ ის გაიწელა დიდხანს და ეს მოკლევადიანი შენი გავლენით და მდგომარეობით ან ახლა ან წარსულში ბოროტად გისარგებლია არ ვიცი ნახე რა არის ბოროტად სარგებლობა არის ის როდესაც სწორად არ იყენებ შენ შესაძლებლობებს რა ბოროტად გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს ის რომ იმ კონკრეტულ მომენტში რაღაცის შეცვლა შეგიძლია რაც სუდად ხდება და არ ცვლი ბოროტად გამოყენებაა რა ჩემი აზრით ბოროტად გამოყენება რომ შენ შეგიძლია რაღაც იმ კონკრეტულ მომენტში შეცვალო და ამას არ აკეთებ მე არ ვიცი შეცვლას მოახერხებ თუ არა მაგრამ სხვაგვარად რომ გემოქმედა დღევანდელი გადასახედიდან ხო ფიქრობ რომ შეიძლება რაღაცები სხვაგვარად ყოფილიყო ეხლა მინდა კითხო, გვაქვს უამრავი მაგალითი ქვეყანაში, რომ დიდი ქველმოქმედება არ ხდება უბრალოდ და ივანიშვილი ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია და ხშირად ამ ყველაფრის მიღმა არის რაღაც პოლიტიკური ინტერესი, პოლიტიკური დივიდენდების მიღების ინტერესი. შენ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გამორიცხე, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებს. ნახეთ, ჩემს ქმედებაში პოლიტიკური ინტერესი არის. მე მინდა ბიძინა ივანიშვილის შეცვლა. ანუ ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ინტერესი. მე მაქვს არაჩვეულებრივი სახლი პროტარასზე, რომელიც კრედიტიც ჯერ კიდევ წინ მაქვს, მაგრამ ყოველ ხუთშაბათს დავფრინავდი კიპრზე და ეს ხალხი, კაცო, საზღვარზე ეს ხალხი გაუგნებული იყო. წარმოიდგინე, თვეში ორჯერ დავფრინავდი კიპრზე. და გაფრენა გამოფრენას დროს ქუთაისის აეროპორტში რომ ხედავდნენ, ვერც მეკითხებოდნენ ამ კიპრზე რატო დავფრინავდი ესე გიჟივით და სიამდვილეში 40 ევროიანი ბილეთი 64-ში მაცხოვრებს, ლარნახევრად საჭმელს ვჭამ, ანუ ზღვა და მზე მაქვს 24-7-ზე, მარტის თვიდან ნოემბრის თვემდე, ანუ მართლა 64-ში ვცხოვრობ, ხო ხვდებით, არასოდეს არ წვიმს, სულ კარგი ამინდია, ფანტასტიკური მეზობლები მყავს, ინგლისელები და შესაბამისად მართლა 64 მოვიწყოს ჩემთვის, ანუ ჩემი ცხოვრება ესე დავალაგე, რომ მე შემეძლო იქედან ფრენა, თვეში ერთხელ გაკეთება ქველმოქმედების, ჩემი შეკვეთებიდან გამომდინარე, ჩემი დღევანდელი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის სპონსორები, ის კომპანიები, ვინც მყავს, რომ დამრჩეს ბოლომდე, ძალიან კარგი შემოსავალი მექნება. იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ტელევიზიაში მაქვს, ბევრად, ორჯერ ან სამჯერ მეტი. შესაბამისად, ჩემი ცხოვრება ესე დავალაგე, რომ მე ეხლა სიბერეში ჩემს თავს ამას მოვუწყობ. მე ესე ვიცხოვრებ, რომ მე წავალ იქ ვიცხოვრებ. ბიზნესს გადააგდებ და მე მიდიხარ კიპრზე. არა, მანამდე ესე მქონდა დალაგებული. ხო, მაგრამ ეხა ნახე, გადავხედი ამას და ეხა გეტყვი. აი ახლა შეიცვალა შენ. ეხა რა შემთხვევაში შეიძლება დავფიქრდე. აბა რა ხდება? ეხლა ერთადერთი რაშიც ვიმუშნეს, ნუ სიბერეში წყალტუბოდა მე რობას იცით. კი. ეხა ერთადერთი რაშიც შეიძლება მაგალითად მე მუშავა. რადგან ეს ფონდი ვერ გააგრძელებდა ფუნქციონირებას, აი მაგალითად თუ მეტყოდნენ რომ აი სოცდაუცველების სამინისტროს გავაკეთებთ და შენ ამ ადამიანებზე იზრუნე. აი რაღაცა ამ პრინციპით. ეს იქნებოდა ერთადერთი პოზიცია, რასაც დავთანხმდებოდი, რომ ამის კეთება მინდა. ხო ხვდებით, აი რომ ეს იგივე რომ ადამიანთან ურთიერთობა მქონდეს უკავშირი ამის გაკეთება, ნუ ეს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რა ნარკოტიკია. ანუ ვერ წარმოგიდგენიათ ფონდის გარეშე დარჩენილმა, როგორ არ ვიცოდი, ცხოვრება, ანუ გადაცემის დახურვა არ არის პრობლემა. ანუ არაფერი ჩემს რაღაც პირადი ცხოვრების ნგრევის მერეც ვიცოდი, როგორ უნდა გამეგზელებინა ცხოვრება, ანუ
მარიამი მეღადავდა რომ მართლა ნერვიულობო შენს პრობლემებზე, მენტალურ პრობლემებზე, ეს რო აღარ გექნება, როგორ გაგდო, რომ მარიამი ხედავდა ჩემს დამოკიდებულებას და ჩართულობას ამ თემებში. შესაბამისად, რაღაცა კარგ მოდელს, ოღონდ ამან დიდი ხანი კი არ მინდა. აი რაღაცა 2 წელი ვიქნებოდი, აი ამ იმას რა ქვია, ქულების მინიჭების სისტემა სრულად სხვაგვარად შევცვლიდი, რაც დღეს აქვს, როგორც დღეს არის, როგორც ანიჭებენ. მაგალითად, სიტყვაზე გავაკეთებდი რა შემთხვევაში უფინანსდებათ სწავლა უფასოდ, რა უნდა კონდეთ შემთხვევა, ნუ ჩემს მოდელზე ავაწყობდი, ეს რა თქმა უნდა ეს საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების დონეზე. როგორცაც ხედავ რომ უნდა იყოს, ესეც სისტემა შევქმნიდი, 1-2 წელი ვიქნებოდი მინისტრი და მე წავიდოდ პროდრას. მე ისევ კიპრი. ისა დავბრუნდა. ერთი ახლა რაც მივხვდი უკვე და დასკვნა გამოვიტანე, მართლაც წარმოუდგენელია, რასაც ახლა ამბობ, ანუ ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელსაც აქვს კიპრზე სახლი, გარანტირებული მზე, გადასარავი ინგლისელი მეზობლები და ემზადება 3 წლიანი ციხისთვის ამ დროს და ამ ყოველფრისთვის მზად არის და უკიდურესი რაღაც სიმჩატით საუბრობ ამაზე. მე მინდა ასევე კითხო, ზოგადად შენ ძალიან ბევრს საუბრობდით ახლა ქველმოქმედებაზე და აი რაღაც ამოვწურავ ამით ამ საკითხს, ქველმოქმედება ხომ არ ფიქრობ, რომ მაინც დათვურ სამსახურს წევს ამავდროულად ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ახლა, იმიტომ რომ ის რაც მათ უნდა აკეთონ, აკეთებ შენ. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ახლა უნდა იდგნენ, თუნდაც სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, მინისტრს თხოვდნენ დახმარებას, რატომ არიან მათი შვილები ისე როგორც არიან, შენ გწერენ Facebook-ზე. კი, ისევ. ხო, და აი ეს ხო, უკვე ცოტა ვბრაზდები. ფიქრობ თუ არა, რომ აი რაღაცნაირად ამ ხრივ გვერდითი ეფექტია ეს ქველმოქმედების. არა, ეხლა ნახეთ რატო. მე ჩემი ფონდით ვერ ვახერხებ იმდენი ადამიანის პრობლემის მოგვარებას, რომ კომფორტი შევუქმნა ხელისუფლებას. არა, დამიჯერეთ, რომ 10-ჯერ მეტი ბავშვია გადასარჩენი. და 100,000 ჯერ მეტი ადამიანია დასახმარებელი. ანუ თქვენ არ წარმოიდგინოთ, რომ ეს ფონდი გლობალურად დიდ პრობლემებს აგვარებს. არა, ამიტომ მგონია, რომ ვერ. იცი ChatGPT-ს ვკითხე მე. ნანუკა ჟორჟოლიანს რა კითხვას დაუსვამდით, ხო? ასე პირდაპირ ვკითხე ChatGPT-ს. გაინტერესებს? ჩემ შეყვარებულს, ჩემი ახალი პარტნიორია ChatGPT. ვიყავს ChatGPT. ხო, ჩემი პარტნიორი ჩვეულებრივად. პირდაპირ გიკითხავ, შეიძლება სტილისტიკურად ცოტა გავმართავი იყოს. ნანუკა ჟორჟოლიანს აუცილებლად ვკითხავდი ერთს, რაც აერთიანებს მის ტელეჟურნალისტურ გამოცდილებას, პოლიტიკასთან სიახლოვეს და პირად სივრცეში გავლას. ცოტა ახლა გრამატიკული შეცდომები მოსდის. რომელ ეპიზოდში იგრძენი პირველად, რომ ეკრანის მიღმა ძალაუფლება გაქვს და როდის შეგაშინა ამ ძალაუფლებამო? წარმოუდგენელი. ამდენი რამე იცი შენზე? ხო, ეკრანის მიღმა ძალაუფლება? ნაციონალების დროს არც ერთ ეტაპზე ისე გავლენიანად არ მიგრძნია თავი, როგორც უკრაინის მარათონის დროს და ეხლა მოგიყვებით რატო. იმიტომ უკრაინის მარათონის დროს ჩვენს პარალელურად, ზუსტად ჩემს პარალელურად გადიოდა ნოე სულაბერძის მარათონი. და ასევე პარალელურად გადიოდა პირველი არხის მარათონი. და ჩვენ შევაგროვეთ 2-ჯერ მეტი, ვიდრე შეაგროვა სახელმწიფო არხებმა, სადაც ბიზნესი რიცხავდა ფულს. თან აცხადებდი სულ ხო და იზრდებოდა. აი ჩვენ შევაგროვეთ მილიონამდე და მათ შეაგროვეს ნახევარზე ნაკლები და ნახევრამდე, ანუ და მიუხედავად იმისა, არ დაგავიწყეთ, რომ იქ ყველა წარმატებისად კოცებთან ასოცირებული ბიზნესმენები ფულს რიცხავდნენ და ანუ ცხოვრებაში რო დავიჯერე, რომ რაღაც ძალა მართლა მაქვს და ეს რაღაცა არის სიგიჟია, რაც ახლა ამ ეთერში ხდება, ყველაზე ანუ თუ მოკლედ ეგოს მართვა დამჭირდა მაგ დღეს რა. მართლა საოცარი დღე იყო, მე ხსოვ სტატუსით დავწერე, იმიტომ რომ იქ რიცხავდნენ ბიზნესის წარმომადგენლები და აქ რიცხავდა ლარიანებს რიცხავდნენ მოქალაქეები და ბევრჯერ მეტი თანხა შეეგროვდა და იყო საოცარი დღე და შენ იყავი ძალიან დიდ ემოციებში. და მე მგონია, ხო იცი მე ზოგადად მგონია, რომ ანუ იცით რა რის იმჯერა, მოკლედ მე მჯერა რომ ყველა ადამიანი თანაბრად მაგ მონაპოვარს ვერ იზამს რა. ანუ მე მჯერა რომ მე რო ეხა გავაკეთო მარათონი და სხვა ადამიანმა ვიღაცამ შეიძლება ჩემზე 10-ჯერ მეტი გააკეთოს, მაგრამ ვიღაცებმა შემიძლია მე მჯერა რომ ეგ ვიბრაცია და ეგ ენერგია მართლა წარმოშობს მაგას, რომ იმდენად გჯერა მე რასაც გამოვცემ იმ წუთას და იმდენად თამაში შენი ხარჯები, რომ ეს მართლა უფრო მეტი, რომ
ჩვენ როგორი მარათონები გქონია, იცი რომ საათი გაგვიწელია, იმიტომ რომ ვერავს უვართ საჭირო თანხამდე რა. და მჯდარ ვართ ეთერში და გვისაუბრა რომ 10000 გვაქვს შესაძლებელი და არ გავალ. ბოლო 10 უნდა შევაგროვოთ და ამ ბოლო 10 ვაგროვთ აი ესე. აი 9 დარჩა, 8 დარჩა და ანუ ხო გამორიცხული ამბავია რა, რომ ეს იყოს მარტო ის პროცესი, რომ მარტო შენ ქმნიდი ამას რა. არ მჯერა რომ მარტო მე ვქმნი. არავის არ უთქვამს, რომ შენთან მარტივი არის ურთიერთობა და შენ თვითონაც არაერთი ინტერვიუში გითქვამს, მაგრამ რა არის ეს სირთულე, რაში წარმოადგენს, რას აკეთებ? ნახე რა არის მაქსიმალისტი ვარ და მაღალი ძაბვა მაქვს. ანუ ძალიან მაღალ ძაბვაზე ვარ სულ. და შესაბამისად ჯერ ეს ერთიც ემოციური კავშირი ჩემთან უნდა გქონდეს ამ მაღალ ძაბვაზე, იმიტომ რომ გაიძულებ, ანუ შენს მოუძე ვერ გადაყავარ, ანუ გაიძულებ რომ ჩემს მოუძე იყო და მეორე ძალიან მაქსიმალისტი ვარ, ანუ აი მაგალითად მე ვიყავი ის ტიპი, რომელმაც წლების განმავლობაში ჩემი სამსახური ავაწყო ისე რომ ვაკეთებდი ყველაფერს მე. აი შესაბამისად თუ ამ სტანდარტში არ ჯდები ან იგივეს არ აკეთებ შენ, ანუ იგივე ინვესტიციას, იგივე დროს, იგივე ემოციას არ დებ, ანუ გამორიცხული ჩემთან ვერ იმუშავებ. მრავალფეროვანი ხარ, ზოგადად წარმოუდგენელია ერთი როლიდან მეორე როლში როგორ გადადიხარ, ანუ ადამიანი რომელიც კრიმინალზე მუშაობდა, კრიმინალურ ჟურნალისტიკაზე უცებ მოგვევლინა მახსოვს შენი პრომო თეთრი პიჯაკით თუ არ ვწდები, ელენ დეჯენერესის როლში ლამის და აი ახლა რაღაც ახალ პროექტს რო იწყებ და შეიძლება ასეთი ტრანსფორმაცია განიცადო, უკიდურესად სხვა რაღაცა. აი მე მგონია რომ მაგ უკიდურეს მე ისეთი ეդიქშენი მაქვს ჩემს ტრანსფორმაციებზე, ძალიან დამოკიდებული ვარ, ძალიან. გარეგნობითაც ძალიან შეცვლილი. ძალიან დამოკიდებული. მე ამით ვცხოვრობ და ანუ ჩემ ტრანსფორმაციებით ვცხოვრობ სინამდვილეში, ეს მე ძალიან მომწონს. ერთი არა საჯაროა და მეორე შიგნით ჩემი რაღაცა შიდა მოხმარების ტრანსფორმაციებიც მაქვს, რომელსაც ჩემი პარტნიორები, ჩემი მეგობრები, ჩემი ირგვლივ ადამიანები ხვდებიან და შეცვლილნან უკაზე, იმას რომ ცხოვრება გადავაფასე, იმას რომ რაღაცებს ძალიან სხვაგვარად უყურებ, 80% გავლენა მარიამია. 80% გავლენა არის მარიამი, იმიტომ რომ სინამდვილეში ამ ნანუკას შექმნაში მარიამა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მარიამს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. აი მე მგონია რომ ყველაზე აი ზუსტად როდესაც ვამბობ რომ აი ციხეზე ახტოვანებით როგორ საუბრობ, ხო, რატო საუბრობ? აი მე მგონია რომ ყველაზე დიდ ტრანსფორმაციას იქ ვნახავ რა. ამიტომაც ვამბობ რომ მე ჩემ თავს ისე დავაჯერეს, რომ ეს იქნება კიდე რაღაც ახალი ნანუკა შემქმნელი ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში, რომ ალბათ ეგ არის რაც ამ აჟიტირებით მალაპარაკებს. მე არ ვიცი ჯერა თუ არა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად მეც პატიმრობის მეშინია, რატომ ჯერა? ანუ რისი უნდა გიშინოდეს პატიმრობის დროს? ხო, რაღაც ის არის აი რა, მაგალითად რა? კლაუსტროფობიის ალბათ, ანუ თუ არ გაქვს, არ გაქვს, აი სხვა რისი? ალბათ შემეშინდება, რომ შესაძლო ვიღაცებმა დაივიწყონ ჩემი არსებობა. შესაძლო აი ამის შიში მქონდეს. ხო, სხვათა შორის მე მაგაზე ვიფიქრე მაგ კონტექსტზე, რომ გარედან როგორ იქნება ამ თემის აქტუალიზაცია ჩემი თემის და მარიამს მოუწევს ფრონტზე გამოსვლა და მარიამი გაცილებით უფრო სწორია ფრონტზე, ანუ მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც ფრონტზე უნდა ვიდგე, შლეიფების და ბევრი რამის გათვალისწინებით. და მარიამი არის ის ტიპი, რომელიც ფრონტზე უნდა იდგეს, ამიტომ მარიამს მოუწევს და გაცილებით უფრო კარგ ტიპს მოუწევს ჩემზე საუბარი, ვიდრე მე ვარ სინამდვილეში ჩემ თავზე რო საუბრობ და მანდაც მოვიგებ რა. ერთმა პატიმარმა მითხრა და ეს მახსოვს სულ, რომ დაახლოებით 3-4 წლის შემდეგ შენი არსებობა ავიწყდებათ ციხეში, რაც არ უნდა გმირად შეგრაცხონ დაკავების დროს, თუმცა აი მართლა მგონია, რომ ამდენი ხანი არავის არ მოგვიწევს ყოფნა. პირობებში არა. ხო, 4 კედელს შორის. ესე იგი, კარი იღება დილის 8 საათზე და ნანუკა ხედავს გამოპრანჭულ, არ ვიცი, პოლიციელ ქალს ლოკნებით და ყვირეს საბა სახლი დაალაგე არ შემარცხვინო. ხო, მან დაჯიმ გაიღვიძა ჩემში. ოღონდ მართლა ისევე მსგავსები დაჯეს, ძალიან მაგრად თუ მსგავსები რა, რაღაც არც აუ ძალიან. ოღონდ ეგ იცი როგორი ჩვეულებრივი ამბავია, მე ამ ჩემა ისევ მენტალურმა პრობლემებმა მოკლედ რაღაც ობსესია, ანუ თუ მოკლედ ყველაფერი უნდა იყოს შაწექციკებული, აი მაისურები, ანუ ეს მაქვს როგორც აი თუ მარიამი ჩემნიფსა ესე გადადებს, მე მარიამეს იციან, რომ აი სატენი უნდა იყოს ადგილას, ეს კაი კი არ არის, კაცო, არა ნორმალურია. და ჩემი სივრცე ვიცოდი რომ დალაგებული იქნება და ამური ბავშვის ვიცოდი რომ არეული იქნება და სხვა მარიამ არ ვიცი რა მოხდა ძალიან დალაგებული დაახვედრა და საბასთან მინდოდა რომ მოწესრიგებული ყოფილიყო იმიტომ რომ ეს მაქვს რა რომ აი სტუმარი მოწესრიგებული უნდა იყოს ზუსტად მაგრამ აი საბას შემთხვევაში მინდა ვთქვა რომ იქ რაღაც ერთი შელაპარაკება მოვიდა პროკურორთან საბას და ძალიან ემოციური იყო შელაპარაკება და თქვენობით ელაპარაკებოდა. აი მე თქვენ ხო სახში მიგიღეთ საბევნებ და კარები გაგიღეთ. სახლი დავალაგე. ხო, ეგ არის ამოუძახება, მაგრამ და ადამიანურად გელაპარაკები და თქვენ როგორ უზრდელობთ ჩემ სახში. მაშინ რაღაცამ გაიღვიძა ძალიან და
ისე მე საყვარლა რომ უყურებდი და ისე ვიამაყე, იმიტომ რომ ისე მომეწონა ამ როლში. საბა იდეაში მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგი შვილები მყავს. ძალიან კარგი და თუ ცხოვრებაში მკითხავენ, ყველაზე სწორი რა შევქმენი ამ სამყაროში ეს არის ჩემი შვილები. იმიტომ რომ ძალიან კარგი მოქალაქეები არიან, ძალიან სწორი მოქალაქეები არიან ადამიანები, აი საბას გველიც უყვარს, გვირთხაც უყვარს, ყველა ცხოველი, ანუ საბა ცოტა სხვაგვარია, მაგრამ საბას პოლიტიკასთან არ არის, არაინტერესებს ეს თემები. მე ძალიან დავადისტანცირე ამ ყველაფერთან, ძალიან შევეცადეთ მე და მარიამ რომ ძალიან შორს გაგვეწე ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ საბამ ვიღაცის მაგივრად რამე ფასი გადაიხადოს. საბას უნდა კონდეს მისი ცხოვრება და მისმა გვარმა არაფერი მის ცხოვრებაში არც ცუდი და არც კარგი არ უნდა განსაზღვროს. და შესაბამისად ჩვენ რაღაცნაირად ძალიან დავადისტანცირეთ მე და მარიამ და ისე გამოგვივიდა რომ ამ გაზდაში ძალიან დადისტანცირდა. და ვერ მიხვდა ეს ხალი ვინ იყო? არა, მიხვდა იცოდა, ჩვენ ასაუბრები ვიყავით. არა, ჩვენ ასაუბრები ვიყავით მე და მარიამა დავისვით უთხარ რომ აქ ტრეკაზე ჩვენს გავლილი ქონდა ყველაფერი, მაგრამ მოკლედ ძალიან კარგი შვილები მოყავს. როგორ ხედავ პროტესტის მომავალს? ბიზნეს დამარცხებით და აქტიურობით და ეხლა მე მგონია რომ ახალი პროცესები დაიწყება, აი ეხლა სოკოებივით ამოვა ახალი ამბები. რაში არ დაზოგავდი ფულს? არასოდეს. აუცილებლად სხვების სიცოცხლის გადარჩენაში. ნებისმიერ ადამიანის, ანუ სიცოცხლის გადარჩენაში რა. ერთი სიტყვა, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანს ყველაზე უკეთ აღწერს. ნანუკა ექსცენტრული. შენ მეგობრები ვინ არიან? სამი მეგობარი. დანარჩენს რა ვუყო? არასოდეს არ მაპატიებენ. ან მაინც არ არის ესეთი, რომ პირველი ვერ ჩამოთვლე, ამდენი მეგობარი ყავს? არა, ნახე როგორ არის, მე მყავს 7 საუკეთესო მეგობარი. ჩამომითვალე. კაი, თუ გინდა არ ჩამოთვალო, ვატყობ რაღაც დრამა იქნება. ხო, ზუსტად. რომელი ყველაზე შთამბეჭდავი? ანუ ვიღაცი შეყვანა არ დამჭი, არ მომიდება და მე მეტყვის რა თორე შემიყვანა და აი ამას გადამარჩინე. კარგი. რომელი ყველაზე შთამბეჭდავი ქვეყანა? აუცილებლად იტალია. და ქვეყანა რომელშიც არ ყოფილხარ და წახვიდოდი? კორეაში არ ყოფილვარ და მივდივარ და იაპონიაში არ ყოფილვარ, მაგრამ არ წავიდოდი. რო წავიდოდი, კორეა იყო ერთ-ერთი ეგეთი და აი მივდივარ. გადაღებაზე. სიყვარული თუ პრაგმატიზმი? აუცილებლად სიყვარული, ორი აზრი არა. და თვითირონიული ხარ? აუ, ძალიან. Facebook-ი, Instagram-ი თუ TikTok-ი? გააჩნია რა მინდა, თუ მინდა რომ ყოველდღიურ ლაიფსტაილი Instagram-ი, თუ მინდა პოლიტიკა Facebook-ი. ლაიფსტაილი და პოლიტიკა რო ერთად ხდება შენს ცხოვრებაში, ეს მე მგონი არსად არ ხდება, ეს წარმოუდგენელია. თბილისი გიყვარს ისე? არ ვგიშდები. თუ მეტყვით საქართველოში ქალაქი რომელიც ძალიან მიყვარს, ეს არის წყალტუბო და ბათუმი. ანუ ბათუმში უფრო დიდი სიამოვნებით ვიცხოვრობდი ვიდრე თბილისში. ანუ ეს კითხვა მქონდა უკვე რომელი ქალაქი თბილისის გარდა, რატომღაც მეგონა რომ თბილისს მეტყოდი? არა. ჯერ ეს ერთიც ყველა რაიონის, ყველა სოფელი მირჩევნია თბილის, აბსოლუტურად. მე თბილისი არ ვგიშდები თბილისზე. და სოფელი თუ ქალაქი? აუცილებლად სოფელი, არც ორი აზრი არ არსებობს. არის ვინმე ვისი გაცნობაც გინდა და არ იცნობ? არ ვიცი. ელენზე გეტყოდი ცოტა ხნის წინ ან ოპრაზე. ცოტა ხნის წინ გეტყოდით, მქონდა ეს რაღაცნაირი გატაცება. წყობიდან რას გამოყავ ხარ? აუ, არ ვიცი. ხანდახან უზრდელობასაც კი. ანუ გააჩნია რა ხასიათზე ვარ, გააჩნია როგორ მეძინა ხამ. და აფექტური ხარ? ძალიან აფექტური. ეგ ვიცი. რაზე ოცნებობ? ბიზნეს დამხობაზე. კაცრი დედა ხარ? უი არა. მაგრამ არა ტყუილია ხა ეს. ვართან არ ვარ. გააჩნია. აი მაგალითად ნახე როგორ რაღაცაა მარიამს უნდა მოაყოლო, როგორ არ გავუშვი ერთი კვირა ეზოში, იმიტომ რომ წიგნი არ წაიკითხა და ეს უნდა გაეკეთებინა. ანუ სინამდვილეში ჩემ შვილებს ის მიმართ ისტერიული მოთხოვნილება მაქვს განათლების მიმართ. ანუ ეს ისეთი ეს მარიამს უნდა მოაყოლოთ ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებლება. ამიტომ ამასთან დაკავშირებით აი რა როგორ სწავლობ სკოლაში, განათლებას, წიგნს, აი ეს რაღაცა ჩვენი შედგენილი გეგმის მიხედვით საბა მიდის თუ არა. აი ეს ამაზე ვარ, ანუ სიგიჟე მემართება, შემიძლია დავსაჯო ყველაფერი აბუკრძალოს სკოლიდან არ გაუშვა სახლიდან, ფინანსური უზრუნველყოფა აღარ მივცე, ყველაფერი ანუ დესპოტი ვარ. კი ბატონო. ბოლოს ყველაზე მეტად რისგან დაიქრინჯე? აუ, არ ვიცი. ამ ბოლო დროს ზირთადად სულ ვიქრინჯები ხოლმე. ყველაზე ღირსეული ქართველი? მამუკა გაწარელიას ვიტყვი, რომელიც ახლა მოსკოვის ციხეში, რუსეთის ციხეში მზის და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, იმიტომ რომ აზოვის ქარხნის ჩველი იყო ერთ-ერთი, რომელიც არის აფხაზეთიდან დევნილი, წარმოიდგინეთ და თავისი აფხაზეთის დაბრუნების შანსი ნახა უკრაინაში, იმიტომ რომ მან იცის რომ ერთი მტერია, საქართველოს და უკრაინას ერთი მტერი ყავს, ეს ძალიან კარგად ესმის და შესაბამისად საკუთარი მტერთან საბრძოლოა წავიდა იქ და შესაბამისად
შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თანამედროვე გმირები უნდა დავაფასოთ. და უცებარი არ არის, რომ ისინი აღარ იყვნენ, რომ თქვათ, რომ ისინი გმირები არიან და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ უკვე გაწერილი გმირია. მღერი ხოლმე? კი, აბა, მამაღლა, ვგიშდები. და ცეკვა? არ გიშდები. კაისმენა გაქვს? ნუ ისეთი რომ მე მაკმაყოფილებს და შიდა კარაოკეზე არ მეუნებიან რომ ყმუიო. სუფრა გიყვარს ესე ქართული ტრადიციული საფრთხეები? არა, საფრთხეები არ მიყვარს ასეთო. მაგრამ აი ქართული სუფრა, ქართული სიმღერების სმა ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი თერაპია სამთვეში ერთხელ. ხელს ვის არ ჩამოვართმევდი არასდროს და არ ირაკლი ყობახიძეს. ჭამა გიყვარს? არ გიშდები. სახლში უფრო გიყვარს ყოფნა თუ გარეთ? სახლში, არჩევა და მე სახლის ქალია. ბოლოს როდის იტირე? ხადაო ყოველდღე ვტირე. დღესაც ვიტირე, გუშინაც ვიტირე, ყოველდღე ვტირე და დღეს მაგალითად ვიტირე, იმიტომ რომ ნახე ტევე პირველზე ინტერვიუ როგორ ყვება კაძელაშვილის ცოლი, რომ მის შვილებს არ ეთამაშებიან მეზობლები. გავსკდი ტირილით, იმიტომ რომ ინგა მომიყვარო ეს არის და მე გადაბახვე უყურე და ინგა გრიგოლიას. გავსკდი ტირილით, ანუ მე ძალიან ტირალა ვარ. ანუ გულჩვილი ხარ თქო, კითხვა მქონდა და ხარ. ქართულ ერს როგორ დაახასიათებდი? ნიჭიერი დაზარმაცია ეს არის. ნიჭიერი დაზარმაცია, ეგოს პრობლემა გვაქვს რა, არასწორი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე რა. ყველაზე დასამახსოვრებელი ადამიანი ვინ იყო, ვინც გაიცანი და შთაბეჭდილება მოახდინა შენზე? როდის? ნებისმიერ დროს. არ ვიცი, ხა ყველა მედეგი ვინც რუსთაველზე დგას, ყველა ახალგაზრდა, ყველა სტუდენტი, ყველა ბავშვი, ჩემი ბესთები, დედები კი არ არიან მარტო, მე ჩემი სკვადი მაქვს სტუდენტური, ჩვენ კიდე ცალკე ამბავი გვაქვს იქ და შესაბამისად ესენი, ყველა. ოჯახი თუ მეგობრები? ოჯახი. მარტო ყოფნა გიყვარს? არა, კატასტროფულად, კატეგორიულად. ოჯახი თუ კარიერა? გაჩნია ამ გადასახადად. აი შენი საქმეა. ამას საკში აუცილებლად გეტყვით რომ ავირჩევდი ოჯახს. ყველაზე უცნაური თხოვნა რომელიც მიგიღია რა არის? ჩემს საყვარელი ამბავია. ხო სადღმე მოუყვები თქო და რა მაგარი ამის შანსი რა მომეცა. წარმოიდგინეთ რუსთაველზე ხდება უბედურება, აი აქციები, აი უკვე რაღაც აი როგორ ნაუმრები დაღლილები ვართ იმედგაცრუებული ასოწარკვეთილები და მოდის ახალგაზრდა სტუდენტი გოგო, უსაყვარლესი ულამაზესი ჟღალი თმით და მეუბნება რომ აუ თქვენთან თხოვნა გვაქვს, შეგიძლიათ რომ შემისრულოთ თუ გააჩემოთ რა თქო თქო. მოკეთო ძაღლიო მინდა, ძაღლი უნდა გავატარო ადამიანების ემერტეშიო და არატარებენო ამ ძაღლს რომ ამ ადამიანების ემერტეში და შეგიძლიათო კლინიკასო თქო ეს უნდა იცოდეთ სად ვიდექი. ანუ იქ რა ხდებოდა ეს უნდა იცოდეთ, თორე ხა ისედაც გიჟურ თხოვნა ჩაუთვლიდი ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მაგრამ იმ რეალობაში სიგიჟე იყო. მეუთხარი უკაცრავად თავიდან გაიმეორეთ, ანუ კლინიკასო თუ თხოვთო რომ ეს ძაღლიო გამიტარონო, ტაქსა მყავსო და უნდა გამიტარონო ადამიანებს ემერტეში იყო. ერთი წამით ხო გონათ რომ არ გავაკეთე. არა. დაურეკე ან ზურმელიას მითხრა რომ შვილო ძალიან მიყვარხარო, მაგრამ ხო ადამიანების ემერტეში ძაღლს ვერ გავატარებ. როგორ გავაკეთე მსგავსი რა ცხოვრებაში არ გამიკეთებია. ანუ ადრე თურმე შეიძლებოდა და მე აკრძალეს რა ძაღლებს გატარება და ეს იყო ყველაზე სიგიჟე, რაც მე მომისმენია. არა თან რომ დაურეკე. კი, გადავამოწმე. არა მხოლოდ იქ თოდუაში დავრეკე ბევრგან და მითხეს რომ ვერაო. მიმტევებელი ხარ? აუ ძალიან და სხვათა შორის ეგეც დამეწყო 2017 წელს მანამდე. აი ყობახიძე რომ მოვიდეს. არა, ყობახიძე არ არის, ყობახიძე სხვა თემაა. ეგრევე გამხილე ტყუილში. არა, ყობახიძე სხვა თემაა, მაგრამ აი იცით ყობახიძე არის ჩემი რედ ფლაგი. ანუ ყობახიძე და თია წულუკი, ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩემი რედ ფლაგი. არა, მაგ ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდა. აი ყობახიძე და თია წულუკიანი არის ჩემი რედ ფლაგი. ვინ გენატრება? დეჩემ. იცი რა არის, არ ვიცი მონატრება როგორ არის ესე, მაგრამ მოკლედ ამ პროცესებისთვის მინდოდა რომ ეყურებინა რა. აი ესე უნდა დავასრულოთ ინტერვიუ და ეხლა ყველაზე საინტერესო ნაწილი ჩვენი გადაცემის და აქვე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს და მსმენელს რომ ამ გადაცემის მუდმივი რუბრიკა იქნება სამი ნივთი სამი ისტორია და ყველაზე მეტად მაინტერესებს ახლა ნანუკა ჟორჟოლიანის სამი ნივთი და სამი ისტორია როგორი იქნება. მოკლედ ეს არის დაჯის ნაჩუქარი. ჩასადების სამკაულის, არ ვიცი, ალბათ ბევრს გაქვთ ახლა ძველებს ვინც ხართ ესე მადონას სერვისთან ერთად ეს გაგახსენებათ. და სულ მთელი ცხოვრება ვეხვეწებოდი ამას, რომ მე მინდა ეს რომ აქ რაღაცა როალაგებდა ხოლმე რაღაცას, მე ვონებოდა რომ მე მინდა ეს რომ მაჩუქებოდი. აი ეს იყო ჩემი ამოჩამებული ნივთი, რომელსაც ვთხოვდი რომ დედა ამას ხომ მაჩუქებ, დედა ამას ხომ მაჩუქებ და როდესაც გავთხოვდი და მარიამის მამას გავყევი ცოლად, ეს მაჩუქა ქორწილში და ეს არის ჩემს ძალიან ძვირფასი ნივთი, ძალიან ძვირფასი. მოკლედ მე დავიბადე და გავიზარდე წყალტუბოში. ფრუნზეს ქუჩა იყო, მაშინ სადაც ცხოვრობდი დედაჩემის დედასთან ერთად. ეს ნახეთ როგორი მოტეხილია, რუსულად დაწერია. ეს არის სურათი, რომელიც ბებიაჩემს დიდედას ნათელა კოსტავას ედოს სულ თაროზე.
და სინამდვილეში რაღაცა ეს ჩემი ეს სახლი თავისი ნესტის სუნით და თავისი ამ ყველაფრით ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ყოველთვის ვამბობ რომ წყალტუბოსთვის მინდა რაღაც გაკეთება და ამ შახტიორს ვახსენებ დიდი აღტაცებით, ბებია ჩემ სანიტარი იყო, მუშაობდა შახტიორში. მე გავიზარდე ამ სანატორიუმში, იმიტომ რომ ვიზდებოდი ბებიასთან, ვიზდებოდი ამ სანატორიუმში და შესაბამისად აი ეს სანატორიუმი დამსვენებელი ჩემთვის არის ჩემი ბავშვობა და ჩემი საუკეთესო მოგონებები. მე ზოგადად მაქვს მიჯაჭვულობა ძველ ნივთებთან და წარსულთან ძალიან მიჯაჭვული ვარ რა. და შესაბამისად ეს ბებია ჩემ დიდედას ედო თაროზე. ეს წინ როგორც მე და მიშკა და ეს არის ჩემი საყვარელი, რომელიც დამაქვს ყველგან. ანუ ეს იქიდან წამოვიღე, როდესაც დიდი გავიზარდე და მოიარა ჩემი წინა ქორწინება, მარიამის მამა, ყველა სახლი მოიარა, იმიტომ რომ ეს ნივთი მახსენს წყალტუბოს ჩემს ბავშვობას და ძალიან მნიშვნელოვან წლებს. რა საყვარლობა? ეს და ეს არის ჩემი საყვარელი სამი სპილო. მოკლედ ამ სპილებს თავის ისტორია აქვს. მე და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ძალიან ძვირფასი ადამიანი წავედით კაბადოკიაში, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი დამშვიდობება უნდა გქონოდა ურთიერთობაში. და ავირჩეთ სამოგზაუროდ, ავირჩეთ ეგეთი გზა, რომ მოდი წავიდეთ კაბადოკიაში და იქ წავიდე, იქ ჩვენი გზები იქ გაიყაროს. და მოკლედ კაბადოკიაში შესაძაც ვიყავით, სპილობ მე ძალიან მიყვარს და მე მარიამის საბას ეს სამი სპილო მაჩუქა და ეს სპილო მახსენებს ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, როდესაც ჩემი ცხოვრების გადატვირთვა დაიწყო და რატომ? იმიტომ რომ იმ გაშლიდან, როდესაც ჩვენ გადაწყვეტეთ რომ სხვა გზებზე წავსულიყავით, იმან შექმნა ის ნანუკა, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, იმ გაშლამ, იმ გაშლამ შექმნა ეს ნანუკა, ეს ვიზუალი, ეს გარდასახვა, ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ზოგადად რაღაცნაირი ეგ მაკრო რაღაცა ჩემდა სამწუხაროდ სულ რაღაცების დასამტკიცებლად მიწევს ხოლმე რაღაცა ცვლილებების გაკეთება ჩემს ცხოვრებაში, საკუთარი თავის შეცვლაც მათ შორის. და რაღაცა რო ეთყობა დამტკიცებინა, მე რაღაცა გარდაუქმენი ჩემი თავი ამ ნანუკად ახლა ვინც ვარ და შესაბამისად ეს სპილოები ჩემთვის არის საუკეთესო მოგონება იმისა, რომ რაღაცა დამთავრდა, მაგრამ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ამ ისტორიის გაზიარებისთვის. მადლობა, მე ეს ნანუკა ძალიან მომწონს, როგორი ნანუკაც გახდი შენ. ძალიან დიდი მადლობა. და ყველაფრისთვის მადლობა, რასაც აკეთებ. და მეც მწერენ ნანუკა, იცი შენზე, სულ მწერენ, რომ აი ნანუკას ხმა მიაწვდინე, ნანუკასგან დახმარება გვინდა, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შენი იმედი და მე ვფიქრობ, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ შენ მათი ნდობა მოიპოვე და ეს არ არის მარტივი ამბავი. რამდენი გამომწერი ყავს? ერთიანობაში მილიონი. მილიონი გამომწერი. ინსტაგრამიანად მილიონ ნახევარი. მილიონ ნახევარი გამომწერი ყავდეს. დღეს არ არის მარტივი ამბავი. არ ვიცი, ვინმეს თუ ყავს კიდე ამდენი გამომწერი. ჩვენ სფეროში არა. ჩვენ სფეროში გულისხმობ. ჩვენ სფეროში არა. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ და მადლობა, რომ ასეთი გულწრფელი იყავით დღეს. ჩემი პირველი ინტერვიუ იყო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენი გულწრფელობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მოკლედ ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ. იმედია მოგეწონათ კითხვები და პასუხები და რა თქმა უნდა შეგახსენოთ, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, გვიპოვოთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. და ბოლოს ასევე გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი არის Coca-Cola.